მსოფლიო ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში ბრუნდება. ამ კონტინენტმა 1970, 86 და 94 წლებში მუნდიალს სამჯერ უკვე უმასპინძლა. ბენქსის ის სეივი, პელეს წინააღმდეგ მარადონას მაგია, აზტეკას მინდვრებზე და თაებრივი ცხენის კუდა, რომელიც ამერიკულ როუზ ბოულზე გაშეშდა. სამივე ამ მუნდიალმა თავისი იკონური მომენტები გვაჩუქა, მაგრამ დღეს გავიხსენებთ უკანასკნელს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებულ შტატებში. 90-იანების ამერიკა ეს არის ყველაზე ბედნიერი ადგილი. და ვერ გავიდა ინგლისი, ვერ გავიდა საფრანგეთი, ვერ გავიდა პორტუგალია. პორტუგალია მაშინ არ იყო ისეთი გრანდი, როგორც დღეს არის. არგენტინას მოუგეს. არგენტინას მოუგეს ბუენოს-აირესში. არგენტინელები არ უყვართ არსად. მარადონას არაბულ გოლს ეძახდნენ ხოლმე მე ამას ბევრი წელი. ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი მივიდნენ და პირველ რიგში ისხდნენ. ეგ პირველი და ერთადერთი შემთხვევაა მე მგონი. კარტელ დელ მედელინ როცა მეფობდა კოლუმბიაში. პაბლო ესკობარი ლიკვიდირებული ყავთ უკვე. 6 ტყვია ესროლეს და თითოეული ტყვის შემდეგ გოლ ყვიროდა მკვლელი. მარადონა ამბობს, რომ FIFA-ს ძალიან უნდოდა, რომ მას ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ის არ ამბობს, რომ მე არ მიმიღია. ანუ მე შევათანხმე, რომ ამ ნიუტიერებს გამოვიყენებდი. საინტერესო დეტალი გაგახსენდა. ამერიკული ფეხბურთის მხარდამჭერია ბორჯომი ენერგია, ბორჯომის ახალი ენერგეტიკული სასმელი. ამ მსოფლიო ჩემპიონატს გასახსენებლად ისეთი ხალხი უნდა მოსულიყო, ვისაც ნანახი აქვს ეს ჩემპიონატი. ამიტომ ჩემთან ერთად დღეს იქნება ლაშა ხარაზიშვილი ხარაზა, ცხადია რომ ლაშას მე არ დაგიძახებ და გიორგი უგულავა იგივე უგუ, ჩვენი ჟურნალისტი და თანაწამყვანები ამერიკული ფეხბურთის ამ შემდეგი თვენახევრის კამპანიის ფარგლებში და მადლობა რომ მოხვედით პირველ რიგში. სანამ გადავალთ ამ ჩემპიონატის რაღაცა თამაშებზე თუ იმ კონტექსტზე რომელითაც ეს ჩემპიონატი მოვიდა, ძალიან მაინტერესებს აი პერსონალური ამბავი წეგან ეთერამდე რომ ლაპარაკობდით, როდის დაიწყეთ ზოგადად პირველი მუნდიალი იყო თუ არა და მანამდე როგორი შეხება ქონდა. ხო, რა, იმიტომ რომ რაღაცა მე რომ უხსენებ ჩემ ამბავს 2006-ის მუნდიალი ისეთი იყო, აი რაღაც საერთოდ ახალი ფურცელი გადაიშალა ჩემ ცხოვრებაში. ყველა გუნდის ის მქონდა ზეპირად, ნუ იმ მომენტში შესწავლილი სპორტ სიახლენში რაც ეწერა, ეგენი მახსოვს და თქვენი ემოციაც საინტერესოა. გამარჯობა პირველ რიგში მივესალმები მაყურებელს. მე დაუგლო 90-იანების თაობა ვარ და ჩვენი დარწმუნებული ვარ გიორგის პირველი მსოფლიო ჩემპიონატიც, რომელსაც ესე უყურა 94 წლის მსოფლიო იქნებოდა ამერიკის. ბავშვები კი ვიყავით, მაგრამ მაგრად გვახსოვს ემოციებიც, მიმდინარეობა და ჩართულობა ესე დიდ ფეხბურთთან, ჩემიც და ალბათ უგუს ჩართულობაც აქ მოხდა და მაქედან დაიწყო. ბევრი თამაში მაშინ არ მინახავს ახლა ესე ლაივში, მაგრამ რაც ვნახე, იქიდან ხდება აი ფორმირება ჩემი საფეხბურთო გემოვნების და მე უკვე რაღაცებს რო ირჩევ და ხდები გულშემატკივარი კონკრეტული ფეხბურთელების სტილის და ასე შემდეგ. ეს იყო 94. თუმცა 90-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი მახსოვს, მაშინ 8-9 წლის ვიყავი და მახსოვს სოფელში ვიყავით, საფულის პერიოდია და უყურებდა ნუ ყველა და მაშინ გულშემატკივრობდნენ იქ შეკრებილები ვინც იყვნენ მარადონას და რაღაცა ბომბიეს მარადონასი მაქედან ჩამრჩა მეც რომ ყველაზე ტიტანური ფეხბურთელი იმ დროის და ნუ არგენტინის ნაკრების მერე სიყვარულიც მაქედან ნელა-ნელა წამოვიდა. მორიგი არგენტინელი ჩვენ. ხო, რაც ხო ხარაზამ ჩვენ შორის არის სულ რამდენიმე წელი სხვაობა. და ეს რამდენიმე წელი ძალიან ნათლად განსაზღვრავს ხოლმე თაობას, რომელიც არიან მარადონისტები, ჩვენ ყავს ოფისში, იმიტომ რომ მათი პირველი ემოცია იყო მარადონას დიდი გუნდი და თაობა, რომლებიც ბაჯო დელ პიერო და იტალიის გულშემატკივარები ყველაზე მეტი ჩვენ ოფისში ყავს იტალიის და იუვენტუსის გულშემატკივარი, რატომ? იმიტომ რომ დაახლოებით ერთი ასაკის ხალხი ვართ და ვინც აი 90-იანების პირველი ემოცია იყო ეგ მუნდიალი და ნუ მაშინაც იუვენტუსი დიდი გუნდი იყო და ზოგადად ახლა ფეხბურთი არ არის შედეგი, ყველაზე მთავარს და მაგარს, რასაც ფეხბურთი ქმნის, ეს არის ემოცია. და აი რაღაც ასაკში ჩარჩენილი ემოცია მიყვება ხოლმე ადამიანს მთელი ცხოვრება. აკამორჩილაძეს აქვს 90-იანებში დაწერა, მე მგონი, ციგნი რაღაც X-ად პირველად გაგორდა ბურთი და ძალიან კარგი სცენა აქვს, რომ ჩელსიში მასწავლებელს მიყავს ბავშვები, სულ ალბათ 6-7-8 წლის ბავშვები და ესო ეხა ერთხელ ფოტოს რო გადაიღებსო, მთელი ცხოვრება ჩელსის გულშემატკივარი იქნებაო. ჩემს სამეგობროშია ისტორია, რომ
იუემ რო რეალთან მოიგო 3-0 გასვლაზე და მე კრისტიანოს პენალტით რო გავარდა. ძალიან დრამატული შეხვედრა იყო. ჩემი მეგობრის შვილი გამოიპარა, პატარა, არ უნდა ეყურებინა და ჩუმად უყურებდა თავისი ოთახიდან ამ თამაშს და ისეთი ემოცია იყო, რომ დღემდე იუვენტინოა. მიუხედავად იმისა, რომ იმის მერე იუვენტუსის თავს კარგი არაფერი არ ხდება, ხო? ანუ რაღაცა ესეთი ემოციები განსაზღვრავს ხოლმე გემოვნებას, მენტალიტეტს, სოფხედველობას. 94 წლის მუნდიალიც ჩემთვის ასეთი იყო. სულ რამდენიმე თამაში მაქვს ნანახი, ჯერ ერთი დროებია ძალიან აცილებული. მაქსოვს იტალია ესპანეთი და ბაჯოს გოლი და ეს იყო აი რაღაცა ძალიან გიჟური ეფექტი თან მაგ პერიოდი საქართველო რა ჯერ დღესაც არ გვილხინს და მაშინ რა დღეში ვიყავით ხო ნუ უშუქობა უყველაფრობა აბსოლუტური რაღაცა დეპრესიული გარემო და აი ბაჯო ამ თავისი ფეხბურთით თუ თავისი იმიჯით იყო ძალიან განსხვავებული ყველაფრისგან ძალიან მაგარი გოლი შეაქვს მაგოლზე მე ალბათ კიდე მოგვიწევს საუბარი და ეს იყო რომ მისკენ გავხდი ეგრევე აბსოლუტურად გაუცნობიერებლად და მახსოვს ფინალი მახსოვს კარგად იმიტომ რომ დედაჩემი არის ბრაზილიის გულშემატკივარი და ძალიან ელოდებოდა სვამობდა 24 წელი არ მოგვიგია და ასე შემდეგ მისთვის ეს ემოცია ტრაგიკული იყო 82 წელს რომ მოუგო იტალიამ ბრაზილიას და ძალიან ელოდებოდა მაგ ფინალს და მახსოვს რომ გაიღვიძა მე ვიყავი ძალიან პატარა ანუ ეხლა მიგვირს კიდეც როგორ შემეძლო გამეტანა ჩემი ესეთ პატარა ასაკში და მიდიოდნენ რაღაც ფეხბურთის საყურებლად ერთად და ძალიან მაგარი პანიკა მოვაწყე. იმიტომ რომ ხამის მე ეხლა რომ 4 საათია მე მგონი. ზოგიერთი თამაში იქ იყო ხოლმე აღმოსავლეთ სანაპიროზე 12 საათზე, ანუ ჩვენი დროით 7-8 საათი. იტალია ესპანეთი მაგიტო მაქვს ნანახი და გერმანია ბულგარეთი მაქვს ნანახი. მაგრამ ნახევარფინალები არ მაქვს ნანახი, იმიტომ რომ შუაღამეზე იყო. ხო, როუზბოული დასავლეთია. და 4 საათი იყო West Coast-ის. ანუ პანიკა ატეხე წამიყვანეთ. პანიკა ატეხე წამიყვანე და ყველა იყო ეგ ბრაზილიის გულშემატკივარი. მე ვიყავი მარტო იტალიის და ეს ემოცია რომ ჯერ ხო რაღაცა ბავშვს ხო ყოველთვის ცოტა ის გაქვს კონკურენციის მომენტი უფროსებთან რომ ყველა ბრაზილიისკენ მე იტალიისკენ ბაჯო ეს არის ემოცია რომელიც თელი ცხოვრება გამყვადა ისე მაგრად ვიტირე ბაჯომ რომ ის პენალტი ააცილა რომ ეს არის ალბათ ემოცია რომელმაც 32 წელია განსაზღვრა ჩემი საფეხბურთო იდენტობაც და არა მხოლოდ საფეხბურთოც ანუ დღეს მე ვინ ვარ და ჩემნაირი ძალიან ბევრია ეს არ ვსაუბრობთ ჩემზე ვსაუბრობთ ერთ თაობაზე დღეს ვინ ვარ მე და ვინ ვართ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის განსაზღვრელი ემოცია არის მაგ მუნდიალის ამბავი და ბაჯოს ამბავი ხო უშუალოდ თვითონ მუნდიალიც ისეთი იყო გამორჩეული იყო იმიტომ რომ გარკვეული სიახლეები 94-ის მსოფლიოზე დაინერგა. ჯერ მარტო მაყურებლების დასწრების ძალიან დიდი რაოდენობა იყო. მერე რომ დათვალეს თუ სწორად მახსოვს 3 მილიონი ნახევარს ხდებოდა ჯამში სტადიონზე მისული ადამიანების რაოდენობა ვინც უყურა ამ თემას. მემდე რეკორდი არის საშუალო დასწრებადობით მე რო გაიყო თამაშებს. ეს რაღაცა გრანდიოზული სპორტული არენები, იმიტომ რომ მანამდე ვთქვათ ევროპის ქვეყნებში როცა ტარდებოდა არ იყო ეგეთი მასშტაბური სახის. პლუს მაგას 24 გუნდი მონაწილეობდა და ბოლო არის მე უკვე გადავდივართ 32 გუნდიან ფორმატზე რომელიც აი ამ სოფლიომდე მოდიოდა წელს უკვე შეიცვლება სხვა იქნება და 48 გუნდზე და მან რო შეხედო ანუ თვითონ ფეხბურთის პოპულარიზაცია როგორი ანუ რამხელა ზრდა არის რომ მასშტაბურობა ანუ ჩართულობა სხვა ქვეყნების რა დონეზე არის მისული რომ 4 დებიუტანტი ყავს ხო ეხლა კურასაო, უზბეკეთი, იორდანია და მეოთხე არის კაპოვერდი ხო ანუ ერთ ერთი ამ გუნდის მონაწილეობას ალბათ ვერც 90-იანი წლების ფეხბურთის გულშემატკივარი და ვერც მანამდე მithumetes ვერ წარმოიდგენდა მაგრამ ნუ იზრდება და ესეთ ქვეყნებისთვისაც ხდება დამატებითი შანსი ესეთ დიდ ფორუმში მონაწილეობის რაც ალბათ ძალიან მაგარი არის მაგაზე მინდა რომ ვილაპარაკოთ ან როგორ ორი მხარე რო აქვს მედალს მანდაც რა რომ რაღაცა ერთი მხრივ ბევრისგან ალბათ თქვენც ისმენთ ახლა რომ აი ამდენი გუნდი სიგიჟია და რაღაც მაგრამ მეორე მხრივ რო ფიქრდები როგორი დღესასწაულია არ ვიცი თუნდაც კურასაოსთვის რომ სოფლიო ჩემპიონატზე გამოდის აი მანდ შეიძლება ეგრე ერთმნიშვნელოვანი აღარ იყოს მაგ საკითხის მიმართ ხედვა და მაგაზეც მე რომ მივად წლევანდელ სოფლიოზე შეპირისპირებისას მანდ ერთი დეტალი რასაც ხარაზამ თქვა ეს არის
94-ში რა არის მსოფლიოსთვის ამერიკა? ცივი ომი დასრულებულია და ყველაზე ბედნიერი ხანა. ანუ 90-იანების ამერიკა, ეხლა ჩვენ კი 90-იანებში ყველაფერი უბედურება გადაგვხდა თავს, მაგრამ 90-იანების ამერიკა ეს არის ყველაზე ბედნიერი ადგილი. ცივი ომი მოგებულია ყველას ულხინს. ამერიკაში რაღაც უთქვა, ჩემთვის უთქვათ, რომ აი $100 შენ ხო არ იცი 90-იანებში რამხელა ფული იყო. ანუ კარგად ცხოვრობს ხალხი და მთელი მსოფლიო უყურებს ამერიკას. როგორც რაღაცა გლობალურ ძალას, ყველაზე cool, ყველაზე მიმზიდველ ადგილს. ეს ერთი და მეორე სიტყვა მონუმენტური თუ მასშტაბური ახსენა ხარაზამ და ეგ არის პირველი ემოცია, როცა ამერიკაში ხვდები. ყველაფერს აქვს აბსოლუტურად სხვა მასშტაბი. ანუ ევროპიდან როცა ხვდები ამერიკაში და ევროპის მასშტაბზე ხარ მიჩვეული, ის გააბნევს ამერიკის გლობალურობა და გრანდიოზულობა ყველაფერში. რაც არის ევროპაში ბევრი ფული, ამერიკაში ბევრი ფული არ არის. ამერიკაში ბევრად მეტი ფული არის. რაც არის აი მასშტაბი პირველი ჩემი გასვლა რო იყო ამერიკაში, დავგეგმე ევროპული სტანდარტით ფრენები. კინაღა მოუკვდი 10 დღეში ვიყავი 4 ქალაქში და ევროპაში ივლი, იმიტომ რაღაც 2-3 საათი. აქ აი ყველაფერი ყველა აეროპორტამდე რომ მიხვიდან რაღაც ნახევარი დღე უნდა იარო. ჩეკინს მეტი დრო ჭირდება, სულ ჰაერში ხარ, ანუ ამერიკა არის გრანდიოზული, მონუმენტური, მასშტაბური და სტადიონებსაც ეგეთყობათ. ხა მახსოვს ერთხელ სიეტლში ვიყავი და ქალაქის ცენტრში არის ერთი 3 სტადიონი, აი 3 კამპ ნოუ იდგა რა, რო ცარიელ სტადიონზე. რაღაც ერთი ბეისბოლის იყო, მეორე მესამე, ანუ ყველაფერი ძალიან დიდია. ყველაფერისზე ძალიან დიდი რესურსები აქვთ. და ეს მოყვებოდა კიდეც მაგ მუნდიალს რა, ეს გრანდიოზულობა ამერიკისთვის. პირველად სწორედ მანდ გამოიყენეს სტადიონის გადახურვა. პონტიაკში იყო, აღარ მახსოვს რა სტადიონის, სახელი სტადიონის, მაგრამ მანდ მოხდა ამერიკის თამაში იყო მანდთან ნაკრების. ოღონდ მე ძალიან ბევრი იწერებოდა თურმე რომ ანუ ძალიან ჩაიხუთა და სიცხე იყო. მაგრამ მაშინ მანდ მოხდა პირველად აი დახურვა მოედნის, ანუ ეგ ტექნოლოგია მანდ გამოიყენეს. ნუ თავარი მანდ ის იყო, რომ აი მონუმენტურობა რო ახსენე, ხო NFL-ის გარემოა რა, ანუ ამერიკაში სოკერი რასაც ესენი თვითონ ეძახიან, ხო, ეგ იქამდე არ არსებობდა ესეთი ორგანიზებული სახით, ანუ ამერიკა მაგალითად სოფლიო ჩემპიონატებზე გამოსულა, იქ მესამე ადგილს კი აუღია პირველ სოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მან თავარი რა იყო, რომ შიგნით ქვეყანაში არ არსებობდა ტრადიცია, ანუ არანაირი ორგანიზებული სახე ამას არ ქონდა. რო ჩახედოს რიგითმა კომაგმა 1994 წლის ამერიკის განაცხად სოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე მოთამაშე თამაშობს რაღაც კლუბში, კლუბის სექციაში, სულ რამდენიმეს უწერია კლუბი. სტუდენტური ლიგის მოთამაშეებს ეძახდნენ ნაკრებს. საფეხბურთო ფედერაცია უწერიათ, ანუ უკლუბო ფეხბურთელები იყვნენ რეალურად, იმიტომ რომ არ არსებობდა არანაირი ლიგა, რომელიც ამერიკაში შეიქმნებოდა. მეტიც ანუ რაღაცნაირად მე ვეძებდი რაღაც ინფორმაციებს რიცხვებშიც ჩავიხედე და არსებობს ეგეთი ძალიან საცილო LA Times-ის სტატიიდან სათაური, რომ 1994 წლის თებერვალშია გამოქვეყნებული სტატია. ანუ სოფლიო ჩემპიონატის წელია და 6 თვით ადრე თუ რამდენიც არის. იცით თუ არა სატარდება წელს სოფლიო ჩემპიონატი. 71% ამბობდა რომ არ იცის სატარდება სოფლიო ჩემპიონატი. ზოგადად საერთოდ სოფლიო ჩემპიონატიც არ იცოდა ალბათ რა იყო და ფეხბურთი რა იყო, მაგრამ ამ სასტარტო პირობებიდან იწყებოდა ამერიკაში ფეხბურთი, ეგ არის აქ თავარი და ერთ-ერთი წინაპირობა რომ ამერიკისთვის მიეცათ ეგ მასპინძობის უფლება, მათ შორის იყო რომ ლიგა უნდა გაკეთებულიყო და MLS-ის ჩამოყალიბება, ხო. 88-ში მოხდა, 6 წლით ადრე ხო ხდება ხოლმე მინიჭება უფლების და მაშინ იყო ბრაზილია, მაროკო და ამერიკა, 3 კანდიდატი იყო სადღაც ჩატარებულიყო პირველივე ტურში, ანუ შეერთებულმა შტატებმა გაიმარჯვა და პირობა ერთგვარი ეგ იყო წაყენებული, რომ ჩამოყალიბებულიყო ეროვნული ჩემპიონატი. 93-ში ხო, მე მგონი 93 ერთი წლით ადრე შეიქმნა MLS-ი, ფორმირება დაიწყეს. ოღონდ რაღაცა ის გუნდების ეხლანდელი რაოდენობა და შემადგენლობა აბსოლუტურად განსხვავებული არის. იმიტომ იყო ეგეთი სურათი განაცხადზე გუნდის და იმიტომ ეძახდნენ ამ სტუდენტური ლიგის მოთამაშეებს. და რომც ეხა ფეხბურთში ჩახედულ ადამიანს რო კითხო და გაახსენო, ალბათ რა ვიცი ალექსი ლალასის გარდა ისიც იმიტომ რომ როგორ გამოიყოსენო ხო ანუ არც არავინ 98 წელს მახსოვს მე ამერიკის ნაკრები მაშინ იყო ამერიკა ირანი ჯგუფში შეხვდნენ ერთმანეთს და ძალიან პრინციპული შეხვედრა იყო და ეგ თამაში მახსოვს მაგრამ და ეგ ალექსი ლალასი გამახსენა ზოგადად უცნაურია იმიტომ რომ ამერიკა ძალიან სპორტული ქვეყანაა თავისი არსით ანუ
ყველა ვარჯიშობს, ყველა დარბის, რაღაცა ჯიმის კულტურა აქვს, სპორტი უყვართ, ანუ სპორტი მათი ცხოვრების ნაწილია, როგორც სხვა სპორტები აქვთ რა, ანუ ეს ბეისბოლი და ამერიკული ფეხბურთი და NBA და ჩრდილოეთში უფრო ჰოკეი არის მათთვის ორგანული სპორტი და ეს სოკერსაც ეძახიან ჩვენებურ ფეხბურთს. ნელ-ნელა კრებს პოპულარობას, მაგრამ მაინც არის არაამერიკული სპორტი. არა და 350 მილიონიანი ქვეყანაა, ძალიან ბევრი არის ეს სამხრეთ ამერიკული სეგმენტი, ანუ ამერიკას აქვს ყველაფერი, რომ რაღაც სუპერძალა გახდეს, რაღაც 20-30 წელიწადში დაუშვათ. ნუ პროგრესის ჩანს, ხა აი თუნდაც რიცხვებშიც დიდი პროგრესი 2017-ის კვლევა უკვე იგივე სტილის, ოღონდ კითხვა აქ არის სხვა, რომ რომელია თქვენი ფავორიტი სპორტი? მესამეზე იყო ფეხბურთი, სოკერი. NFL-ს და NBA-ს, ანუ კალათბურთს და თქვა ამერიკულ ფეხბურთს ხადია ვერ დაეწევა, ძალიან დიდი ალბათობით ვერასდროს. მაგრამ ნუ აი ბეისბოლს, ჰოკეის გაასწრო რა, ეს ანუ ეროვნულ დონეზე. შენ ახლა ძალიან სწორი რაღაც თქვი, რომ კიდე განსხვავებებია შტატობრივად, მაგრამ ეროვნულ დონეზე გათანაბრებულ მონაცემებში, ანუ მესამე ადგილზე გადავიდა უკვე, რაც აჩვენებს, რომ ანუ აი თუნდაც აი 23 წლიანი ის არის, 94-დან 2017-მდე ზრდას, რომ ანუ ხალხმა არ იცოდა, რომ 6 თვეში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარებულიყო და უცებ მესამე სპორტია ქვეყანაში. ანუ ეგ ძალიან იმას აჩვენებს მზარდ ტრენდს. კი, მან დაგოთ ერთი ჩემი თეორიაც რაც მაქვს, რომ მაინც ფეხბურთი არის არა ამერიკული რატო? ამერიკელების სპორტზე, რაც ჩემი თვალით მინახავს, ხარ არის ეს რაღაც სამეცნიერო თეორია, ცოტა სხვანაირად დადიან. ანუ დადიან ხოლმე უფრო გასართობად. კი. ანუ ყველაზე ამერიკული სპორტი არის მაგალითად ბეისბოლი. რატო? რომ ძალიან გრძელია, ძალიან ბევრი პაუზა, გახვალ რაღაცა ბურგერს იყიდი მეგობრებთან ერთად ჭამ ლაპარაკობ. პირველად NBA-ზე რო ვიყავი, ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ პირველი წუთიდან აი საქართველოს ნაკრებს რო გულშემატკივარ. ხო იცი ყველა პოზიციას ეგეთი мотивაციით მივედი და 3-4 რეგულარული თამაში იყო. არავის არ ედარდებოდა იქ რა ხდებოდა. ყველა ლაპარაკობდა, გადაობდნენ, ხმაურობდნენ და აი ვიღაცა ჭამდნენ, სვავდნენ. ხო, 300 სხვადასხვა თამაშებში და აქტივებში ერთვებოდნენ. აბსოლუტურად. ანუ ბეისბოლი ხო ეგეთი რაღაც არის რა, აი ნელა სათამაშო არის. აი მთელი დღით ოჯახები მიდიან, ერთობიან, პიკნიკი აქვს ფაქტიურად. ეგრე იყო სხვათა შორის, აი ხა ბეისბოლზე უკვე უბრალოდ კულტურის ანახავად მივედი თამაშის წესებიც არ ვიცი ნორმალურად და ფეხბურთი ხო მაინც დინამიკური სპორტია, სულ ჩართული უნდა იყოს ერთი გოლი, ერთი წამი შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ფეხბურთში ეს აი რაღაცა ფლორენტინო პერეს რო ქონდა გიჟური იდეები თითქოს ამერიკული სპორტებიდან აიღეს, რაღაცა ისინი ფანჯრები გავაკეთოთ და სარეკლამო შესვენებები და რეალურად NFL-საც, ბეისბოლსაც, კალათბურთსაც აქვს ეს რომ გასართობად მიდიხარ იქ და ფეხბურთის გულშემატკივარს უმეტესად ევროპაში აქვს აბსოლუტურად სხვა ბმა თავის კლუბთან. რა ეს არის მისი იდენტობის ნაწილი, მისი დამაყობს, მთელი დღე ამით ცხოვრობს. ამიტომ ფეხბურთის და ამერიკული სპორტების და მათი გულშემატკივრობის ტრადიცია არის ძალიან განსხვავებული. ამიტომ რამდენად იქნება ფეხბურთი ამერიკული სპორტი ძალიან მეეჭვება რა. აი სხვანაირად მოწყობილი თამაში არის. ალბათ ეგრე არის. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ რაღაცა ამ თამაშს ეგ უნარი აქვს რომ შეაღწიოს ყოველთვის სხვადასხვა ადამიანების გულებში და ეგ მოაწონოს ზრდა იქნება, მაგრამ მეც გეთანხმები რომ ალბათ ხო, თუმცა ისტატისტიკა მაგას. ის სტატისტიკა რაც შენახსენე უკვე მაგის დასტური არის რომ ასე მიდის და რეალურად გუნდიც ვითარდება ხო, ეხა მოყოლებული წინა მსოფლიო ჩემპიონატებიდან გამოსვლები სადაც ქონდა ამერიკის ნაკრებს აუმჯობესებს ხარისხს ფაქტია. და წელს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, ეხლა თვითონ კი იციან ხოლმე ზოგადად ამერიკულმა მედიამ რაღაცა გაბუქება, ისეთი მომზადება, ისეთი პრომოფილმების და სიუჟეტების მომზადება იციან, რომ იფიქრებ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გახდებიან მინიმუმ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ჩართულობაა და უკვე იმაზე ლაპარაკობენ, რომ ამერიკაში ბავშვები ფეხბურთზე უკვე თანაბრად შეყავთ, როგორც თქვათ, კალათბურთზე შედიან, ან თქვათ, ამერიკულ ფეხბურთზე და ასე შემდეგ სხვა სპორტებზე. ეს ოქროს თაობა, რასაც თვითონ ეძახიან, ეხლა დიდი იმედის თვალით უყურებენ ამათ და დარწმუნებული ვარ, რომ წინა მუნდიალებზე რა შედეგებიც აჩვენეს, ეხლა ექნებათ ჩემი აზრით ალბათ ყველაზე უფრო ისეთი, რა ქვია, გამოკვეთილად ისეთ სახასიათო ფეხბურთს ითამაშებენ მათთვის სახასიათოს გულისხმობ. ხო, ეხა ეს ამერიკული მედიის თემა ალბათ ხდება თქვენ სვიჩი. ის საოცარი მარგალიტები, ანუ უბრალოდ ამერიკული სპორტ მედია არ არის მოწყობილი სოკერზე და რაღაცებს, აი მაგალითად ჩემი საყვარელი ფრაზა, ერთ-ერთი ტოქ-შოუ თუ ხდება NBC-ზე, თვლიან ტოპ 25 მოთამაშეს ვინ არის ახლა მსოფლიოში და
თლიანი არ მაქვს ნახი მოჭრილი ცხადია ის Reels ფორმატში. მე-6 ადგილზე კრისტიან პოლიშიჩი ამბობენ. ტოპ უკვე ხო საოცრება არის რომ მე-6 ადგილზე პოლიშიჩია და უცებ ერთი წამყვანმა წაიკითხა და მეორე ეძახის. ფეხბურთის LeBron James ესე ამბობს და ანუ აი შენ გემართება რაღაც საშინელება. ნუ აი ესე არიან რა. ჯერჯერობით ცოტა მაგათ ენაშიც არ არის გამჯდარი. პელეს ეძახიან Pele, ცოტა ეს ამერიკული აქცენტით. არა აქვთ ბოლომდე ეს გათავისებული და დარწმუნებული ვარ კიდე ის იქნება. გაგვართობს ეგ საკითხი. ხო, თუმცა აი ინვესტიციებმა MLS-ში გუნდების მეტად ფორმირება მედია ჯერჯერობით შეცვალა წარმოდგენა კომაქშიც ამერიკულ კომაქშიც და ზოგადად ამერიკულ ფეხბურთთან დამოკიდებულება შეიცვალა. მესის იქ ჩასვლა აი რაღაცა მასშტაბურობის გაზრდა ამ სხვადასხვა ფეხბურთელების ბექემის აქტივობამ ხო თავისი მენეჯმენტით და ასე შემდეგ სხვანაირი წარმოდგენები ჩამოაყალიბა. ბექემმა ფეხბურთელმაც მათ შორის ანუ LA Galaxy-ში გადასვლა. უნებრივია შემდეგ უკვე გუნდის მართვის ნაწილშიც და გინდა არ გინდა ეს დროთა განმავლობაში თავის შედეგს დადებს და აქვთ ამაზე რეალური პრეტენზია ნაკრების დონეზე პირველ რიგში. თუმცა მედიაზე უნდა ითქვას ფეხბურთს არ უხდება, მაგრამ ესე პროფესიული საუკეთესო ამერიკული სპორტული მედია საუკეთესო, აი რამდენიმე ავტორი არის, რაზეც არ უნდა წერდნენ სიამოვნების კითხულობ ხოლმე, უბრალოდ ტექნიკა რა, როგორ ყვები, storytelling-ი რასაც ქვია. ძალიან ძლიერი. ამბის მოთხრობის ხელოვნება. ამერიკელებს აი აბსოლუტურად სხვა დონეზე აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი იქნება აი გამორჩეულად ჰაიპით სოციმედიაში. ამას ისე მაგრად დაამენეჯებენ ამერიკელები, რომ შეიძლება რომელიმე მატჩი შეიძლება ისეთი დასამახსოვრებელი არ ხდეს, როგორც რომ ამ მატჩში, იმ კონკრეტულ მატჩში რაიმე რეაქცია, რომელსაც აი გაშლიან რაღაცა სხვადასხვა სოციალური საშუალებით, სხვადასხვა პლატფორმაზე და იქნება ძალიან დიდი მოცულობითი და მიმოხილვითი სპორტული პოდკასტები, მიუხედავად იმისა, რომ თქვა შეიძლება ძალიან არ არიან გამორჩეულები ფეხბურთთან დაკავშირებულ პოდკასტებში, სპორტული მიმართულება იმდენად ძლიერი აქვთ ამ კუთხით, რომ ძალიან დიდი დაფრო ექნებათ ამ ნაწილზეც რა. ორი დღის წინ იყო Cleveland Cavaliers-ი ეთამაშებდა Knicks სახლში. და მეორე დღეს რო გახსნიდი, ანუ თავარი ამბავი იყო Taylor Swift და Travis Kelce მივიდნენ და პირველ რიგში ისხდნენ. ანუ მედია გაშუქების ალბათ 70% იყო Taylor Swift-ის იქ მისვლა და არა ის რაც მოხდა პარკეტზე. ოღონდ მაგას ძალიან მაგრა აკეთებენ რა, ანუ ამბავს იქ რაღაცა ბავშვებს როგორ შეხვდა რეაქცია როგორ ქონდა. ანუ შოუს ქცევა ძალიან მაგრა ისე ხარ. რამდენად უხდება ფეხბურთ შოუ ეგ სხვა საკითხი არის. მან შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. ეგ ხა მე ცოტა უფრო კონსერვატულად უყურებ ხოლმე, მაგრამ ზოგადად ამერიკული სპორტის გაშუქების ტრადიცია ძალიან დიდია და ძალიან გამორჩეული ყველაფერი სხვისგან. აი თავარი ნიშა რაც შეიძლება ამერიკულ პროდუქციას ქონდეს, ეს არის entertainment-ი, ანუ გართობ, აი მაგათზე კარგად entertainment-ს ვერ ქმნის ვერავინ, ანუ ეს იქნება ფილმი, შოუ, მედია, ჟურნალისტიკა თუ ასე შემდეგ. აი სულ რა ყველაზე მარტივ მაგალითად სპორტში რო დავრჩეთ, MMA როგორადაც აქციეს UFC-ს პირველ რიგში, ხო, თორე რავი, აქედაც არის ხა რაღაც ევროპაში ორგანიზაციები კაცშუმარო რომ არის მატჩის ახ. ხო, შეფუთვის ნაწილი არის უდიდესი. არის მთლიანად მედია პროდუქტი რეალურად რა, აი მთლიან თავის face-off-ებით, აწონვებით, ყველაფერი აქციეს შენ ტელეფონშია UFC რეალურად და MMA რა დღეს და გონია რომ ფეხბურთიც აი რაც თქვი გეთანხმები რომ წლევანდელი სოფლიოც სადღაც მაკეტკენ შეიძლება წავიდეს რომ ანუ ის ფაქტი რომ ვიღაცა მართლა მოვიდა და დაჯდა ზემოთ აი ეგ უფრო მთავარი ამბავი იყოს დიდი შანსია ვიდრე თქვათ უზბეკეთი კონგოს თამაში იქნება. ხო არ ტარდება მარტო ამერიკაში, ტარდება მექსიკაშიც და ანუ კანადაშიც, მაგრამ აი აქვე ეს განსხვავება მარტივად შეგვიძლია ჩვენვე ვნახოთ იმ თამაშების მიხედვით, რომელიც გადანაწილებული იქნება აი ამ ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკას თავის დროზე ძალიან მაგარი მსოფლიო ჩემპიონატისთვის აქვს 86-ში ნამასპინძლები და 70-შიც პირველი ფერადი. ხო, ანუ აი მაგალითად ახლა იყო არაერთი კომენტარი ამ გადაცემის სახელზე და პროვოკაციული, ისეთი ორაზროვანი არის, სპეციალურად არის ცხადი ეგეთი და რატო მარტო ამერიკაო? კითხა მეგობა, იქაც ხო არის? კი არის. კონტინენტის ხო არის? რა თქმა უნდა არის. ჯერ ერთი ხო ამერიკული, ჩრდილო ამერიკულსაც ნიშნავს მათ შორის, მაგრამ ანუ აი რო დააკვირდეთ ადამიანები რაზე ლაპარაკობენ, იმაში ვანკუვერში რა თამაში ჩატარდება, ეგ დიდათ აი უკვე ამერიკაზეა მიბმული მთავარი ყურადღება და ლოგიკურიც საერთოდ ანუ უდიდესი ქვეყანაა სახელმწიფოა და მასპინძელი როგორც ახლა არა დაფარვითაც რაოდენობრივად მეტი არის აქ ხო ტექნიკურადაც ასეა რა და მანთან აი პოლიტიკური ისიც უკვე რა ამხელა იმას თამაშობს ხო ანუ აი რაღაცა ჯანი ინფანტინოს მასპინძლობს პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში
პრეზიდენტი ტრამპი, ხო? ანუ ეს არ ხდება, ეს. და ილია თოფურიას მას და ილია თოფურიას მალევე. ტრამპი უკვე ყველას ხვდება მე. ტრამპი ყველას ხვდება, მაგრამ მეორე მხრივ ტრამპის ეს ჩართულობა თუნდაც ამ ამბავში და მე მაგალითად ნიუ-იორკის ახალ არჩეული მერი მამდანის გამოსვლა რო ძვირია და მოდი მე ხა ბილეთებზე რაღაც 1000 ბილეთი შეძლო რომ FIFA-ს გამოვართვა 50-იანი ჭერით ფასის, ხო, $50-იანით და აი ეს რაღაცა ამაში ჩაერთო. ერთგვარი პოლიტიკური ქულების დაწერაც. კი, რა თქმა უნდა, ხა ის აიძახის რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაგარი მსოფლიო ჩემპიონატი, იმიტომ რომ მე ვარ პრეზიდენტი, ეს ხალხს რაღაცა ეხმარა. ანუ იმის თქვა მინდა რომ უკვე ეტყობა, აი რა ვიცი, დღე დარჩენილია დაახლოებით 3 კვირა, როცა ამ გადაცემას ვწერთ, რომ ეს მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ყველაზე დიდი ღონისძიება მსოფლიო ჩემპიონატებს შორის. აუცილებლად ესე იქნება გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, სოციალური მედიაში დაფარვიდან გამომდინარე და რა ვიცი, ყველაფრიდან გამომდინარე. მედია პროდუქტის თვალსაზრისითაც და ზოგადად ღონისძიების თვალსაზრისითაც FIFA-სთვისაც და თვითონ მასპინძელი ქვეყნებისთვისაც ეს ივენთი ან რაღაცა კუთხით game changer-ი იქნება რა. აუცილებლად. მით უმეტეს წარსული, ანუ წინამორბედი აი ამ ივენთებისგან და მუნდიალებისგან განსხვავებით. გულწრფელი რო ვიყო, არ ველოდები მაღალი ხარისხის ბევრ ფეხბურთს. და ეს არ იყო არც 94 წელს, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია, მაგრამ შუადღის 12 და 4 საათზე ამერიკულ სიცხეში და არის სასწაული ნესტი, ანუ ნიუ-იორკშიც, ანუ აღმოსავლეთ სანაპიროზეც, ნუ სამხრეთში, ფლორიდაში, ორლანდოში ხო, გიჟურად მეტი ნესტი არის და დასავლეთ სანაპიროზეც ისეთ პირობებში გიწევს თამაში, სადაც რაღაცა მაღალ ტემპში, ბევრი სირბილით, ბევრი პრესინგით ვერ ითამაშებ. ეს ეტყობოდა 94 წლის ჩემპიონატს, სადაც ევროპელები ყველა წუწუნებდნენ. ანჩელოტის აქვს ძალიან კარგი წიგნი დაწერილი, სადაც აი სიცხესთან ბრძოლა, აი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იტალიის ნაკრებისთვის. ანუ როგორ შევძლოთ ის, რომ ანუ იქ ამბობს, რომ ჩვენ ვარჯიშის დროს კი არ გქონდა, მთავარია როგორმე აღდგენა მოგვეხერხებინა. და შესაბამისად თან ხო ევროპულ დროებზე უნდა დაჭდეს. ანუ თითქმის გამოვრიცხავ რომ ეს იყოს აი ყველაზე უფრო თვალსასეირო თუ ყველაზე საყვარლად სანახავი. ნუ ყატარის სიცხეები გამოვიარეთ გაუძელით. ხო, ის ამაში იყო, ის ამაში გადაიტანეს მერე და ხო გახსოვს ის ცნობილი კადრები რომ გრილდებოდნენ მოედანზე, ანუ სპეციალური იმეებით. თუმცა იქ თამაში იყო საღამოს და ეხლა 12 საათზე აი ფიზიკურად რომ მახსოვს მაგალითად რაღაცა ამერიკად 12 საათზე თან აქედან რომ ჩადიხარ იქ რაღაც ოკეანური ჰავაა და მართლაც უსველი ხარ რა რაღაცნაირი არის იქ მიჩვეულისთვის სხვა არის კიდე არ იქნება იოლი და 14-შიც წინა ამ დიდ მუნდიალზეც ძალიან ბევრი გოლო მატჩი იყო ცოტა გოლები იყო და ცოტა მძიმე ფეხბურთი იყო ეგ არ ნიშნავს რომ ცუდი მუნდიალი იქნება ხო არც ეს წინა ამერიკული მუნდიალი იყო ცუდი მაგრამ აი რაღაცა ძალიან შემტევ თუ ლაღ თამაშებს არ კომბინაციად ძვირ ფეხბურთს არ ველოდები. ისე 94 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კლასიკური ესეთი ტოპ ევროპული ნაკრებების იმედგაცრუება მსოფლიომდეც მოხდა. ანუ ბევრი გუნდი ვერ გავიდა ინგლისი, ვერ გავიდა საფრანგეთი, ვერ გავიდა პორტუგალია, თუ სწორად მახსოვს. ანუ ეს გუნდები ვერ მოხდნენ ზოგადად. საფრანგეთი მახსოვს რომ ჯგუფში შესარჩევში ჩატოვა ბულგარეთმა თუ სწორად ეგ არის ისტორიული მომენტი YouTube-ში იძებნება ერთ-ერთი ყველაზე დრამატული და ტრაგიკული მომენტია საფრანგეთს როგორც მახსოვს ორ შეხვედრაში სახლში ისრაელთან და ბულგარეთთან უნდა დაიღაც 1 თუ 2 ქულა 2 ქულა ანუ ბულგარეთთან სახში საფრანგეთს არ უნდა წაეგო და ეხა პორტუგალია მაშინ არ იყო ისეთი გრანდი როგორც დღეს არის ბევრს არ გაკვირვებია ინგლისი მაინც ამ დიდი დისკვალიფიკაციის მერე იყო წამოსული და ინგლისიდან მაინც მოლოდინები კიდე მეტი იყო. თან ინგლისს აქვს რომ მაგალითად ანუ ნახევარფინალი ითამაშა თან წინა მსოფლიოზე 90-ში ხო? ითამაშა მაგრამ ევროპის ჩემპიონატი ჩააგდო. ინგლისს მაგალითად ჩაუგდია 74-78-ში აი როცა ლივერპული იყო ყველაზე დომინანტი კლუბი და ასტონ ვილები გადიოდნენ ჩემპიონთა თასის ფინალებში მაშინ და ნოტინჰემ ფორესტი ანუ ამ დონის დომინანტი ლიგა იყო. ორი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა ზედიზედ ინგლისი. და საფრანგეთი თამაშობდა სახლში ბულგარეთთან 93 წუთი იყო და 3 წუთია დამატებული დავით ჯინოლას ბურთი აქვს ბულგარეთის მარჯვენა კუთხურთან ანუ 20 წამი უნდა რო გაიყვანოს რა კუთხური რატომღაც გადაწყვიტა რომ ჩააწოდოს საჯარიმოში ეს ბურთი ჩააწოდა ყველას გადააფრინდა და დაიწყო ბულგარეთის კონტრშეტევა
მართლა 20 წამი არის მეტივე. ანუ ბურთსაც ვერ გაათამაშებდა. ბულგარეთის კონტრშეტევა მოდის ორი ვერტიკალური პასით და იმილ კოსტადინოს თუ სწორად მახსოვს გააქვს გოლი, რომელიც საფრანგეთს ტოვებს ჩემპიონატის მიღმა. ანუ ძალიან ტრაგიკული მომენტიც იყო და თან საფრანგეთი მაინც დიდი საფეხბურთო ქვეყანა არის. დარჩა ჩემპიონატის მიღმა. ანუ რაც ახლა ხარაზამ გითხრა, ეგ იყო რომ ბევრი პატარა გუნდმა ითამაშა მაგრამ ეს იმიტომაც იყო რომ ბევრ მაგრამმა მონაწილეობდნენ ხო ეგეთ ანდერდოგებზე ვილაპარაკოთ. მე მინდოდა გამეხსნა 94-ზე რომ გადავიდოდით რაღაცა ისეთი მძიმე ამბით, რომელიც ცოტა შოკის მომგვრელი არის, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა არ იცოდნენ. მაინც უფრო ცნობილი ამბავია და რაღაც საფეხბურთო ფოლკლორში არ მგონია რომ ეს აღმოჩენა იყოს, მაგრამ შეიძლება ვიღაცებმა არ იცოდეს. ეს არის ანდრეს ესკობარი. ანუ კოლუმბია იყო გუნდი, რომელიც ყველა ელოდებოდა, რომ კოლუმბიას უნდა ეთამაშა როგორც ბულგარეთს და შვედეთს და პელემ, რომელიც ცნობილია, რომ ყოველთვის ყველაზე არასწორო პროგნოზს აკეთებდა, თქვა, რომ კოლუმბია მოიგებს ჩემპიონატს. ხო, ჩემპიონატს დაასახელა შესაძლოა. ეგ ხა პელეს ხო კიდე უთქვამს რაღაცა, მაგრამ 26 თამაშიანი წაუგებელი სერიით მივიდა კოლუმბიამ მსოფლიო ჩემპიონატამდე. არგენტინას მოუგეს. არგენტინას მოუგეს ბუენოს აირესში და ვალდერამა ეს რაღაცა მაგარი გუნდია და მე თვითონ ლოგიკური პროგნოზი იყო შეიძლება ჩემპიონობა არა, მაგრამ ის რომ წარმატებული მსოფლიო ექნება ეს შეგეძლო ყველა ელოდება და კოლუმბიელებისთვის არგენტინაში მოგება ეს არის ის ამბავი, რომელსაც საქართველოსთან ბოლომდე ვერ მიხვდები. იქაური უნდა იყო. არგენტინელები არ უყვართ არსად სამხრეთ ამერიკაში. კონტინენტი მიყვარს, მეგობრები მიყვარს და ჩვენ ოფისში უყვართ მარტო მგონი. ხო, უბრალოდ შენ რო სამხრეთ ამერიკელი იყო, ანუ არგენტინელები არის უაღრესად ამპარტავანი, თავის თავზე უდიდესი წარმოდგენის მქონე ხალხი, რომელიც დანარჩენ სამხრეთ ამერიკელებს უყურებენ ზემოდან ქვემოთ. ძალიან მარტივად. უფრო კონსერვატული კულტურა აქვთ, უფრო ევროპული კულტურა აქვთ. მე მყავდა კოლუმბიელი თანაგუნდელი, რომელიც ძალიან სძულდა არგენტინელები და მიყვებოდა რომ მაგათ გუნდებს რო ეთამაშებიო, ეხლა ჩვენ რაღაც ქვედა ლიგის ფეხბურთზე საუბრობთ. მეუბნებოდნენ, ნუ ისეთი იყო რა, მულატი იყო ეს ბიჭი, რომ ახლოს არ მომეკარო კანის ფერში განსხვავების გარდა. ანუ ყველაზე შავი იუმორი მე რაც მინახავს და ყველაზე ბოროტი ხუმრობაც ახლა ბოლოს სტატია დავწერე არგენტინელებისთვის არის ახასიათო. მოკლედ არ არის ყველაზე საყვარელი თავისი რასისტული გამოხტობა. აბსოლუტურად. ძალიან მძიმე ახლა მე კიდე პოლიტკორექტულად მოვუყევი. ძალიან მძიმე ენა აქვს და ხუმრობები აქვს. ხო, თუმცა საფეხბურთო ამბიციებში ხშირად ამართლებთ ხოლმე მათი ამბიციები. არა, მე ძალიან მიყვარს ეს კულტურა. ახლო მეგობრები წყავს და ზოგადად აი სადაც არ ყოფილვარ და ოცნება მაქვს რომ მოვხვდეს არის ბუენოს აირესი. ამიტომ არგენტინელებისთვის რო კოლუმბია რომელიც არის მეორე ხარისხოვანი სახელმწიფო, რბილად რო თქვაც და სულ უყურებენ ზემოდან ქვემოთ და თავისი მარადონა ყავთ და ახლა საფეხბურთო ტრადიცია აქვს და კოლუმბია თავისებურად failed state-ია, ხო ეს რაღაცა ნარკობარონების სამოქალაქო. ხო, თან ეს ის პერიოდია, რომ აი მაგის ყველაზე დუღილი ხდება, ანუ ქვეყანა არ ჩამოგცევა. მეორე ესკობარის პიკია პარალელურად. ძალიან მაგარი ფილმია ორი ესკობარი ქვია და ამათ ისტორიას ერთად ყვებიან. და ამ დროს არგენტინა რო სახლში მარცხდება კოლუმბიასთან 5 გოლით, ეს არის ამბავი, რომელიც მთელი ცხოვრება, სანამ კოლუმბია იარსებებს, მათ ეს ეხსომებათ. ანუ ეს არ არის უბრალოდ გრანტს გაუტანეთ 5 გოლი. ეს არის მათთვის ცხოვრების ამბავი. ეი, ჩავედით და იქ მოვუგეთ. ეგეთი კოლუმბია მიდის, ჯგუფში ხდება რუმინეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შვეიცარიასთან და თითქოს აქედან უპრობლემოდ უნდა გავიდეს პირველი ადგილით ან რა ვიცი მეორედ. აგებენ რუმინეთთან 3-1 და დგება მე თამაში მასპინძელ ამერიკასთან, რომელთანაც ანდრეს ესკობარი 35 წუთზე კარში ჭრის ბურთს და ავტოგოლი გადის. არაფერი რაც არ გვინახავს უამრავჯერ ამის შემდეგ. ჯეიმი კარაგერს აქვს გაკეთებული 8ჯერ თუ 9ჯერ ბოლო-ბოლო ლივერპულში და მაგაზე არ იყო სხვადასხვა. არაფერი ისეთი. არა, სათამაშო ხო, ანუ კადრებს რო ნახავ, ეგრე იჭრება ძალიან ხშირად სულისგან. 100 უფრო კომიკური და მეკარეც მან და ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი არის, ანუ კოლუმბიის იმდროინდელი ფორმაციის კოლუმბიის ნაკრების ძირითადი რენე იგიტა არ არის, იმიტომ რომ ერთი წლით ადრე 93-ში დაიჭირეს ციხეშია მაგ დროს მაგ მუნდიალს მაგიტო ტოვებს იგიტა იმ მეორე ესკობართან რაღაცა კრიმინალური კავშირების გამო მე კი გამოუშვეს, მაგრამ ნუ მუნდიალის გამოტოვება მოუწია და ვერავინ ვერ უშველა იმ საწყალ მეორე ანდრეს ესკობარს მაგ სიტუაციაში. მან და თან ძალიან საინტერესოა მე რა
ყველა დოკუმენტურში და რაღაცა სტატიაში სახსენებია, რომ ზოგადად ეს გარემო კოლუმბიაში მაშინ რაც იყო რა ეს მედელინის კარტელი, კალის კარტელი რაღაც, ანუ სახელმწიფო არ არსებობს თითქმის და მთლიანად ამ კარტელების ხელშია და უკვე სოფლიო ჩემპიონატამდე იყო მუქარები ჟღერდებოდა ფეხბურთელები ამაზე წერენ რომ აი ჩვენ გვწერდნენ წერილებს რომ თუ არ ჩახვალთ და ეხა არ მოიგებთ ანუ და მუქარები და აქ უკვე წავიდა ეგ ამბავი რომ აი ამან ჩაჭრა საკუთარ კარში გოლი კიდე ერთი გაუშვეს და ჯამში 2-1 მორჩა ეს თამაში ნუ ამის გამო გამოვარდით ჩვენ და სახლში დაბრუნებულ ანდრეს ესკობარს მედელინში თუ არ ვცდები ეს იყო 1 ივლისი ანუ აი ამ გოლიდან ერთ კვირაში მეგობრებთან ერთად წავიდა რესტორანში ივახშმეს, ცოტა დალიეს და ღამის კლუბში წავიდნენ. ღამის 3 საათზე პარკინგზე საკუთარ მანქანაში, მას მიადგა 2 ადამიანი. 6 ტყვია ესროლეს და ნუ როგორც ეს ცოტა უფრო ურბანულ ლეგენდას გავს. შეიძლება მართალიც იყოს. რო უყვიროდნენ თითოეული ტყვის შემდეგ გოლ ყვიროდა მკვლელი, იმიტომ რომ იმ ტრანსლაციაში, რომელიც კოლუმბიაში გადიოდა, კომენტატორმა 6 ჯერ დაიყვირა გოლ. ანუ ამის გოლის დროს და 6 ტყვია ესროლეს დატოვეს და წავიდა და ძალიან ბევრი ვარიანტია მაგ ამბავს. ერთი რაც კიდე უფრო მტკივნეული იყო კოლუმბიელებისთვის, ეს მოხდა ამერიკასთან. იმიტომ რომ ამერიკა მამით დავიწყეთ საუბარი, ეს არის აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი საფეხბურთო ოპონენტი კოლუმბიისთვის და ამერიკა არ უყვართ კოლუმბიაში და ზუსტად ეს კარტელი გრინგოებთან წააკეს და ეს იყო მათთვის აი ძალიან შეურაცხყოფელი. და ეს კარტელ დელ მედელინ როცა მეფობდა კოლუმბიაში, ხო? ანუ მთელი ამ ნარკო ბიზნესთან ბრძოლა ხდება ამერიკული სპეცსამსახურების მხარდაჭერით. და ეს ნარკოსი და ეს დოკუმენტური ფილმები სადაც არის, ანუ კოლუმბიაში ამერიკულ სპეცსამსახურებს ხო, პაბლო ესკობარი ლიკვიდირებული ყავთ უკვე 93-ში 93 წლის დეკემბერში და მათ შორის ამერიკული ტექნოლოგიით არის ნაპოვნი დარეკა დაჭერით სულ მცირე შესაბამისად ესკობარს ბევრი მომხრე ყავდა ის ფილმი რაც ჩვენ ვახსენეთ ეხა ვერანაირი კრიმინალი ვერ გამართლდება ცხადია ეს ერთი ამას ხაზი უნდა გაუსვათ თუმცა მაგამბავს აქვს თავისი მეორე მხარეც როგორ აღიქვავს ამას ეს კოლუმბიერი ცოტა ისე რობინ ჰუდული სამწუხაროდ ხო ეს ახმა არის ესკობარის მიმართ და თვითონ ამ გარდაცვლილი ესკობარის ოჯახის წევრები ამბობდნენ მაგ ფილმში არსის არის რომ აი პაბლო როცა ყოფილიყო იქნებოდა მეტი წესრიგი და ეს ანარქია არ მოხდებოდა ქუჩაში რომ ვიღაცამ ანდრესი მოკლა. რამდენად სწორი ამას თავი დავარებოთ, მაგრამ აღქმის დონეზე ვამბობ. შესაბამისად, ამერიკასთან წაგება კიდე განსაკუთრებულად მტკივნეული არის. ხო. ეგრე მთავრდება კოლუმბიის ამბავი ამ ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩნენ. არა, თან მაგ ჯგუფში რუმინეთი, რომელსაც შენ თქვი, ანუ პირველი მატჩი ის რუმინეთი აბსოლუტურად მოულოდნელობა აღმოჩნდა. აი რუმინეთზე მინდოდა გადასვლა და კარგად გადახვდა. ბევრისთვის თავისი გიორგი ჰაჯით, რომელიც მე რაც მაქვს ნანახი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც უბრალოდ გადაახვევს ამ მასალას, იმ ჩემპიონატის თამაშების დაფრინავდა და მარტო ეს რუმინეთის ნაკრები მიიყვანა იქ, სადაც მიიყვანა. და ნუ რაღაცა გამორჩეული ჩემპიონატი ქონდა ჰაჯის ეს 94-ის, ისევე როგორც რუმინეთისნაირ ანუ არა ტურგუნდ ბულგარეთს და ქრისტო სტოიჩკოვს. მანთან არის რომ ეს ციომამდე ხო ამ აღმოსავლეთ ევროპაზე ნაკლებად ვიცით, ანუ ნაკლებად ცნობილი სივრცე არის. ხა სტიაოა იყო ჩემპიონთა თასის გამარჯვებული რამდენიმე წლით ადრე. და ეს აღმოსავლეთ ევროპელი ფეხბურთელები ნაკლებად მიდიან დასავლეთში, ანუ რუმინეთის, ბულგარეთის არის თავისებურად გამოუცნობი ცვლადი, ანუ არ ვიცნობთ. ხა ეს არ არის დღევანდელი ფეხბურთი, რომ რაღაცა პრაღის სპარტაში თუ შეაგდებ 30 გოლს შემდეგ წელს წაიყვანენ ბუნდესლიგაში ან პრემიერლიგაში. ამიტომ ამ რუმინეთის და ბულგარეთის სენსაციურობა იყო ძალიან მაღალი დონის რა, ანუ ბევრი არ ელოდა რომ ესე მაგრად ითამაშებდნენ. და თან მანდ ხა ცოტა უცნაური არის ზოგადად აღმოსავლეთ ევროპას აქვს საკმაოდ დიდი ტრადიცია მსოფლიო ჩემპიონატების. ჩეხოსლოვაკია მაშინდელი და უნგრეთი ფინალებში ყოფილა. იუგოსლავია თრთვენას ზვეზდა მოიგო 2 წლით ადრე ჩემპიონთა თასი და რო გადახედავ შემადგენლობას. ანუ ყველა დიდი ვარსკვლავია სინიშა მიხაილოვიჩი და დეიანსავი ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს. მაგრამ მაინც ეს 94-ში ამისი აღქმა რომ აღმოსავლეთ ევროპიდან შეიძლება გრანდი გამოვიდეს. ხო, სანაკრებო დონეზე მაინც არ იყო ჯერ აუდიტორია მაგისთვის მზად. და კოლუმბიას იქ ჰაჯიმ გოლი გაუტანა, მარცხენა ფლანგი და მეორე გოლი არის. კოლუმბიასთან არის გოლი, ხო? აუ, სასწაული გოლია, აი ძალიან შორიდან უხვევს, ანუ მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ზედა კუთხეში ცხრიანში, აი სასწაულ გოლს უტანს და
ზოგადად ანუ კოლუმბია რაფეილიც მან მოუვიდათ, ანუ მარტო ის არ იყო რომ მართლა კარგად ითამაშეს. ის ამერიკის ნაკრებმაც ახლა იქ თავი გაწირეს და მე ჯგუფიდან რომ გავიდნენ ბრაზილიას შეხვდნენ პირდაპირ მერვედფინალში და 1-0 წააგეს, კი კაცნაკლული იყო იქ ლეონარდო 72-ზე გაუტანა ბრაზილია. ხო, ნუ იომეს რა, მაგრა დაწვალეს ბრაზილია. 70 წუთი ბრაზილიას რო აკავებ. მაგრა დაწვალეს ბრაზილია. ხო, და ამიტომ თლად ისეთი ის არ იყო. ამიტომ არის რთული მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორი სტატუსითაც არ უნდა ჩახვიდე, არავინ არ იცის რა გელოდება. კი, არა, ეგ ხო 1000 ჯერ დამტკიცებულა რომ აგერ რაღაცა. მათ ხო თავად წლის ჩემპიონი საფრანგეთი ჩავიდა. იმაში კორეა იაპონიაში და ჯგუფში ჩარჩა სენეგალთან. ხო, თან მაგარი გუნდი იყო. ხდება. ხო, საოცარი გუნდი. ეგ ძალიან უცნაური, აი სხვათა შორის საოცარი საფრანგეთი. ეგ ძალიან უცნაური ამბავი იყო. აი მაგისი კარგად ახსნაც თითქმის არ გაქვს ადამიანს. ხან არის ხოლმე რომ რაღაცა გრანდი ელოდები რომ შეიძლება ჩავარდნა კონდეს, ხო, რა. ეხლა რასაც ჩვენ ვამბობთ რომ აი საშუალო გუნდს შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე კონდეს რაღაცა აი ნახევარფინალია ხოლმე ჩვეულებრივ ასეთი გუნდების ზედა ზღვარი. და ჩვენ ხორვატიაც ვნახეთ, იქამდე პოლონეთი იყო 70-იან 80-იანებში ორჯერ. ამ ჩემპიონატზე იყო ეს ბულგარეთის ამბავი და რუმინეთი ცოტა ადრე გავარდა, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი. შვედეთი ბოლო-ბოლო. თურქეთი 2002-ში. თურქეთი 2002-ში. ჩვეულებრივ არის უნდა ყავდეს ხოლმე თავისი ოქროს თაობა. ეხლა ჰაჯისთან ერთად იყო ბევრი კარგი ფეხბურთელი, რომელიც შემდეგი 10 წელი ევროპაში საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. ხო, პეტრესკუ და ბულგარეთს ყავდა ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც არის ტოპ 3, ტოპ 5 ფეხბურთელი მსოფლიოში, როგორც არ უნდა გადათვალო. ანუ ყავდა იორდან ლეჩკოვი. ლეჩკოვის სასწაული ძალიან გოლით. კაი ბომბარდირი იყო. ყველაზე არავარსკვლავური, აი სკაი საბჭოთა ადამიანის გარეგნობა ქონდა, მაგრამ მაგარი ფეხბურთელი იყო. აქ რო ქონდა პატარა ნაწილით მის და დანარჩენზე. ყავდა ემილ კოსტადინოვი. ყავდა მცველი იყო თუ სწორად მახსოვს ტრიფონ ივანოვი, ხო იყო მცველი გრძელთმიანი, კარგი მცველი იყო. კიდე ყავდა ნასკოსტიკა, კრასიმირ ბალაკოვი, მე შტუტგარტში თამაშობდა კი ბუნდესლიგაში იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ანუ ბევრი აი ხორვატიასთან რო გავავლოთ პარალელი, ბევრი მაგარი ფეხბურთელი აღმოჩნდა ერთ თაობაში. და ამან ესე იგი, ხო, ნუ ძალიან სწორი დაკვირვებაა ზოგადად ეგეთი აი რაღაცა სუბოლო რა იყო მაროკო ალბათ, ხო 2022-ში. ეგ ბიჭები ახლა მე ამრაბატი მანჩესტერში წავიდა, ბრაჰიმ დიასი რეალში დამკვიდრდა, იქამდე მილანში იყო, ჰაკიმი არის ალბათ სოფლიოს საუკეთესო მარჯვენა მცველი დღეს და ნუ აი ეგ ყოველთვის სწორია რომ ხო, კარგი თაობა რო ემთხვევა ხოლმე. კი, უეჭველი გჭირდება ეგ ხა ეგრე მარტივად არ არის რომ გრანდი წააქციო რა. შვედეთსაც ვთქვათ მაშინ 1-2 სიტყვა, იმიტომ რომ ესეც ძალიან მაგარი გუნდი არის. კენეთ ანდერსონი, ბროლინი, შვედეთს ისტორიული გამოცდილება ზურგს უმაგრებდა, ხო? ანუ მესამე ადგილი რომელიც 94-ში დაიკავეს ბულგარეთის დამარცხებით. მანამდეც ქონდა შვედეთს, უკვე ეს არ იყო რაღაც ვთქვათ ისეთი, მაგრამ ფინალისტი ხო იყო შვედეთი საშინო კი, საკუთარ ხო, როდესაც მან შეტყდა. გრენოლი როცა ყავდა, ლინდჰოლმი. მაგრამ აქ ყავდათ აი ის წყვილი, დალინი ბროლინი, სასწაული, კენეთ ანდერსონი იყო და გამორჩეულა და პატარა ხო ლარსონი, რომელიც აი ლარსონმა ითამაშა მესამე ადგილისთვის მატჩში, თუ არ ვცდები, თუ სწორად მახსოვს, ძირითადში იყო. ისე პენალტია გატანილი არა იმასთან, რუმინეთთან. ლარსონი არ მახსოვდა. ეხლა თქვენგან გავიხსენი, მე არ მახსოვდა ლარსონი. დიდი თმებით. აი ესე ზუსტად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი აი ესეთ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და მგონია იყო ძალიან დაუფასებელი, ძალიან მაგარი მეგოლე იყო და ბარსელონას ის ფინალიც სხვათა შორის მისი დატრიალებული. რო არ ყოფილიყო ლარსონი, კაც მარეცის დატრიალდებოდა თუ არა. არა, ნუ ფაქტია ტიპი ორ ასის აკეთებს, ნუ. გამოდის, თამაშს ცვლის და აკეთებს 200-ს. მაგარი იყო ლარსონი. ხო, მაგრამ მე მგონი ეგ სწორია, რომ აი თუ კი აი თუ ავიღებთ რომ ამ ჩემპიონატს ყავდა 3 ეგეთი ანდერდოგი, რომელმაც მაგრა ითამაშა და ნუ ეხა 2 ერთმანეთს შეხვდა რუმინეთ შვედეთი. ყველაზე მეტად ვისგანაც მოელოდი, მაინც ალბათ უფრო შვედეთი იყო. შვედეთი ყველაზე ნაკლებად, კი. და მაშინ თუ ეგ ეგრეა, ვინ იყო ყველაზე დიდი მედგაცრუება ამ ტურნირის, ანუ ვინც ითამაშა ამ ტურნირზე, დიდი გუნდებიდან, ანუ ყველაზე დიდი სენსაცია ვისი ფეილი იყო კოლუმბიას თუ არ ჩავთვლით მაშინ. დიდი გუნდებიდან? ხო. ალბათ ხარაზა იტყვის არგენტინა, ალბათ. არგენტინის ხო, იმიტომ რომ ნუ მიუხედავად იმისა, რომ მარადონა აღარ ყავდათ, ჩააგდეს, ანუ ჯგუფში მესამე თამაშიც ვეღარ ითამაშეს და ნუ მერე უკვე იქ პლეიოფშიც
რაც მე მგონია რომ ის მატჩი რომ გადახვა ესე ნახო მომენტები, ჰაილაითებითაც მიხვდები რომ ბევრად დაჯაბნა და სამართლიანად გამოვარდნენ ის არ იყო რაღაც არ გაუმართლათან ასე შემდეგ ანუ ჩავარდნილი მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინისთვის იყო არავინ არ იცის ხა ეგ სკანდალი რო არ მომხდარიყო და ვთქვათ იმ რაღაცა ეფედრინის გამო მარადონა ამ სკანდალში არ გახვეულიყო როგორ ითამაშებდა გუნდის საბოლოო ჯამში მაგრამ მაინც დიდი მოლოდინი იყო რეალურად რატო ატყდა ამბავი ხო ანუ იმ გატანილი გოლის მერე ამ კამერაში მარადონა გადარეული სახით მირბენა და ემოციის აღნიშვნა და გამოხატვა გახდა პირველი დამაეჭვებელი. სხვა თემა არის შეიძლება ეს აქტიური თამაშის მერე ხშირად ამოწმებენ ხოლმე ფეხბურთელს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ალბათ ეს ემოცია იყო საწყისი და მე გააყვნენ და რაღაცა აღმოჩნდა ეს ეფედრინი რომელიც აკრძალული ნივთიერება იყო არ შეიძლებოდა და ამას მოყვა დისკვალიფიკაცია მოხსნა მისი ტურნირიდან და საბოლოო ჯამში ჩამოიშალა გუნდი მივიდა ნაკრები კრახამდე მაგრამ თუ შეხედავ მაგ ჯგუფშიც საკმაოდ რთული ჯგუფი იყო ეს ეგეც ხო იმიტომ რომ ნიგერიის ნაკრებია მაგ ჯგუფში რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს ამ ტურნირზე და ძალიან ათლეტური ფიზიკურად ძლიერი გუნდია და მან კადრებში ძალიან სასაცილო ეს პატარა მარადონა ამხელა ნიგერიელებს რაღაც თავზე აფრინდება ისეთი ენერგიით არის რა და პლუს მაგას საბერძნეთი რომელიც საბოლოო ჯამში ამ ჯგუფის ყველაზე სუსტი წერტილი იყო ყველა მოუგო და ბულგარეთი რომელმაც მოახდინა სენსაცია, წეგან ბევრი ვისაუბრეთ ამაზე. სამი გუნდი დაждდა 6-6 ქულით და ძალიან საინტერესო იყო რომ მე იტალიის ჯგუფზე ვიტყვით იქ დაждდა 4-4 ქულით. ეგ პირველი და ერთადერთი შემთხვევაა მე მგონი. ყველას 4 ქულა ქონდა. ხო, არ მომხდარა იტალიის ჯგუფში რაც მოხდა, საინტერესო დეტალი გაგახსენდა ძალიან. კი, იმიტომ რომ ძლივს გავიდა იტალია და მან მარადონასთან დაკავშირებით ახლა ერთი შეხედვით რა არის ადავო, ხო? რაღაც ამოგივარდა ეფედრინი, წადის სახლში, მაგრამ მან მაგ ისტორიას აქვს ორი სხვადასხვა მხარე. ორივე მხარეს თავისებურად ყვება. მარადონა ამბობს რომ FIFA-ს ძალიან უნდოდა რომ მას ეთამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე. მარადონა ამ დროს უკვე ასაკშია, ცოტა წონაც აქვს, წამსვლელი კაცი არის. აი, როგორც ახლა რაღაცა მესის და რონალდოს ველოდებით დაახლოებით ეს ფორმატი არის. ფეხბურთს თავისებურად დროებით თავი დანებებულიც აქვს. ანუ ფორმაში რო შესულიყო, უკლუბოთ არისო ამ ტურნირზე. უკლუბოთ იყოს, არ მახსოვს რო არ მოგატყო, მაგრამ რაღაცა პაუზები აიღო რამდენჯერმე. ანუ მარადონას რო ეთამაშა. შესარჩევში დაუბრუნდა ნაკრებს რაღაც თამაშებში, რამდენიმე თამაში გამოტოვა კიდევაც, იმიტომ რომ უჭირდათ შესარჩევში, აი ეს კოლუმბიასთან მარცხ კიდე რაღაც რო ქონათ და რეალურად გაიყვანა შესარჩევიდანაც, იმხელა ის ქონდა ანუ რაღაცა გავლენა და 8 წლი იმ თამაშებშიც, მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ ამტკიცებდა რომ მე იმისთვის რომ ფორმაში ვყოფილიყავი და ძალიან ინტენსიურად მევარჯიშა. ამისი ნებართვა FIFA-სგან მივიღე. ანუ მე შევათანხმე რომ ამ ნივთიერებებს გამოვიყენებდი იმისთვის რომ აი ამ დიდი დატვირთვით ინტენსიურად მუნდიალისთვის მევარჯიშა. ის არ ამბობს რომ მე არ მიმიღია. ანუ აქ ამბავი არის რომ მე ამაზე მწვანე მომცეს, ამაზე დამთანხმდნენ, იმიტომ რომ ეს დოპინგი ის ხო არ არის რაღაცა სასწაულმოქმედი ნივთიერება, რომ დაალევდა მე რაღაცა იმას უსეინ ბოლტივით დარბი ხარ 100 მეტრებს, ხო? იქ არის რაღაცა ძალიან ესეთი მცირე ზღვარი, რისი მიღება შეიძლება, რისი მიღება არ შეიძლება. მაგრამ დამტკიცებდა რომ მე ამის უფლება მომცეს და შემდეგ შემამოწმეს. ანუ ეს რაღაცა ჯენტლმენური პირობა დაირღვა. ეხლა კაც მარადის ესე იყო თუ არ იყო. ზოგადად მარადონას რაც აქვს ერთხელ სტატიაც ჰქონდა და იქაც ამაზე დავწერე რომ მარადონას აქვს უნიკალური უნარი შექმნას ამბავი. ანუ 90-ში მისი მარცხი არ გამოიყურებოდა ბოლომდე სამართლიანად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია აშკარად უკეთესი გუნდი იყო. მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ იცი რა, რაღაცა ეს პენალტი არ იყო, რაღაცა გერმანულ მაფიაზე ლაპარაკობდა. არა, სუხმაურს ქმნიდა, ხო, აქაც კეისი იყო. მაგრამ სწორი თქვა, ანუ მაგ ნარატივის გამო იყო მე გულშემატკივრებში, რომ აი FIFA-ზე რო იყო აგრესია და FIFA-ს პრეზიდენტი ბრაზილიელი და რაღაცებს ებრძვიან და ასე შემდეგ მე როგორც ხდება ხოლმე საფეხბურთო ჭორები და კუდის მობმა 1000. მარადონა მაგრა ქმნის მაგამოს. ბრაზილიას რომ მოუგეს 90-ში. რატომ გავს თვითონ მოყარო ჩვენმა ექიმაო ბრაზილიელებს წყალში რაღაც გაურიაო, მე მგონი ბრანკოზე იყო იქ ლაპარაკი.
და რო დალია წყალი გახდა ცუდად და შეცვალეს. ანუ ამას თვითონ მარადონა ყვება. და ყდება სიცილისთან. და მე აქედან დაწყდა ძალიან დიდი სკანდალი, რომ ბრაზილია ამტკიცებდა, რომ რაღაცა მოგწამლეს არგენტინელებმა თამაშის დროს და თვითონ ეს მოთამაშეებიც გამოდიან და თავს კარგად ვეღარ გძნობდი და რაღაც ერია. ანუ მარადონას აქვს უნიკალური უნარი შექმნას ისტორია, შექმნას ამბავი და თუნდაც თუ კი ის დამარცხდა, მისი მარცხი არ გამოიყურებოდეს ჩვეულებრივ პროზაულ ამბად. ნაპოლიმ რო წააგო მილანთან, გაჩნდა შეთქმულების თეორია, რომ იქ რაღაცა მაფიამ გააკეთა, რომ ნაპოლის წააგებინა. ანუ მარადონა არასოდეს არ მარცხდება უბრალოდ და ჩვეულებრივად რა. არგენტინასთან ერთად გერმანიაზეც უნდა ვთქვათ რა. გერმანიისგანაც იმ ტოპ გუნდებიდან ვინც მონაწილეობდნენ, უფრო მეტი მოლოდინი იყო და მოქმედ ჩემპიონია ბოლო-ბოლო. ვარდება ბულგარეთთან და წეგან შენს მიერ ნახსენები ძალიან კარგი ფეხბურთელი ლეჩკოვის აი სასწაული გოლით თავით რომ გაფრინდა და გაუტანა მაგოლით ვარდება საბოლოო ჯამში ტურნირიდან. ანუ ეგეც შეიძლება ჩაითვალოს წარუმატებელ გამოსვლა დიდი გუნდებიდან, ანუ ეგ იყო უდიდესი სენსაცია რატო? გერმანიას რო შეხედო 90-ში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონია. 92-ში არის ევროპის ჩემპიონატის ფინალი აქ ნათამაშები. 86-ში ფინალი აქ ნათამაშები. 82-ში, ანუ ზედიზედ 3 მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ითამაშა და ბოლო 20 წელიწადში აქვს 2-ჯერ მოგებული. ანუ გერმანია ითვლ მიიჩნევა, აი ხო რაღაცა ესეთი სტერეოტიპები თუ კლიშე გერმანული მანქანა. ანუ გერმანია არასოდეს არ მარცხდება და მართლა გერმანულ ფეხბურთს ეს აქვს, რომ თავის სუსტ გუნდთან თითქოს არასოდეს არ დამარცხებულა. ანუ აი ამ რაღაცა ხა იტალიას ხო ქონია რომ ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. 58-შიც ვერ გავიდა. ბრაზილიას იცი რომ სადღაცლება ფეხი მოუწდეს. არგენტინელები ეს რაღაცა ძალიან დრამატულად დრამასთან ასოცირდებიან. ესენი სტაბილურად თავის გეგმას ასრულებენ. გერმანიამ შეიძლება წააგოს რაღაცა ფინალში თავისე ძლიერ გუნდთან. გერმანია ბულგარეთისნაირ ტიპებთან არასოდეს არ არის. ხო, ვერაჯობა იმ თამაშში რა, ვერანაირად. ნუ ერთ წელიწადში მე მაგ ბულგარეთს ჩვენ ვაჯობეთ საქართველოს ნაკრებმა, მაგრამ მოხდი ჩვენ გერმანია და ბულგარეთი და იმ შესარჩევშიც პირველი მოუგო ბულგარეთმა გერმანიას. და მე მახსოვს ისეთი ამბავი იყო, ისტერიკა იყო გერმანიაში და მან მაქვს ძალიან საინტერესო ამბავი, რომელსაც ხშირად ვიხსენებ ხოლმე. ეგ თამაში ნანახი მაქვს ლაივში. მეოთხედფინალი? მეოთხედფინალი ადრე თამაში იყო და რატო ეხლა არაფერი არ მახსოვს. ეხლა იმე იმასაკში ვარო ფეხბურთს ანალიტიკურად ვერ აღვიქო. უყურებ და იგებს გერმანია. და ბულგარეთმა შეაგდო რაღაც 4 თუ 5 წუთში შეაგდო ქრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა ძალიან მაგარი ჯარიმა და ზოგადად ჯარიმებს მაგრა ურწყავდნენ და ამას მოყვა ლეჩკოვის გოლი. და ჩემები გასულები იყვნენ, ანუ 5 წუთი დამტოვეს მარტო. და რო შემოვიდნენ და რომ მკითხეს რომ რა ანგარიშია, გოლი ხო არ გავიდა და უთხარიო ბულგარეთმა 2 გაიტანა. არ გიჯერებდნენ. მაგრა გავილანძღე, რომ პატარა ბავშვმა ანგარიშიც ვერ გაიგო, როგორ შეიძლება გერმანიამ 3 წუთში თამაში წააგოს, არის წარმოუდგენელი ამბავი. ანუ ესეთი იმიჯი და ესეთი ლეგენდა აქვს გერმანულ ფეხბურთს. ეხლა იმის მერე გერმანია ბევრ რაღაცაში და დღესაც კი გერმანია აღარ არის უკვე ისეთი მრისხანე ძალა როგორც იყო ალბათ 90-იანებამდე. იმის მერე ბევრმა ვიღაცამ ბევრი რაღაცა გაუბედა გერმანიას. ეხლა კორეასთან და იაპონიასთან თუ ჯგუფში დარჩებოდა გერმანია 2-ჯერ ზედიზედ. ეგეთ ისტორიაში არ ყოფილა. ანუ გერმანია ჯგუფში არ იყო დარჩენილი არასოდეს. და აქ ბულგარეთთან მარცხი იყო აი აბსოლუტური შოკი. ხო, ბოლო 2 მსოფლიო ძალიან ტრაგიკულად დამთავრდა. ხო, და საბოლოო ჯამში ესე მოვიდა ბრაზილია-იტალიის ფინალი და ხო, ესენი თითქოს აი ბრაზილია ძალიან არა, ბრაზილიამ ძალიან ადვილად გაიარა. ერთ-ერთი მართლა ყველაზე მეტად ამერიკასთან გაუჭირდა მერვეთ ფინალში. საბოლოო ჯამში ძალიან მაგარი თამაში იყო. ალბათ ყველაზე საუკეთესო ამ ტურნირის მეოთხედფინალში ჰოლანდიასთან. ანუ მეორე ტაიმში 5 გოლი გასული, თან კარგი გოლები, რაღაცა 2-0, მერე 2-2 და გადამწყვეტი ჯარიმიდან. და მაგრამ ნუ მაინც მგონია რომ ეს ჩემპიონატი აი უგუს საყვარელი ფეხბურთელის ერთი კაცის ჩემპიონატი თუ შეიძლება ესე ვთქვა. ალბათ ამ ჩემპიონატზე იყოს ბაჯოს ჩემპიონატი, იმიტომ რომ მარტო მიიყვანა მე თუ ვკითხავ, ნუ იყო იქ ძალიან მნიშვნელოვანი დინო ბაჯოს მიერ გატანილი გოლი, იმიტომ რომ ჩარჩებოდნენ მან ჯგუფში, თუმცა საბოლოო ჯამში ნუ რობერტო ბაჯოს აი თავის ყველანაირი ნიჭიერების გამოვლენა სანაკრებო დონეზე იყო აქ და პლუს დიდი ტრაგედიაც, ესეთი სპორტულ ტრაგედიას თუ შეიძლება დავარქვათ
რაც თქვათ დაემართა გაფუჭებული 11 მეტრიანით, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს ხოლმე რომ იქ ბაჯუს გარდა სხვებმაც გააფუჭეს მასარომ და ბარეზი მაც ფრანკო ბარეზი ვერ გაიტანა პირველი და ბრაზილიას კიდე პენალტი ქონდა დარჩენილი. იცი რა, ბრაზილია იტალია იყო ყველაზე ლოგიკური ფინალი, იმიტომ რომ მაგ ჩემპიონატზე ობიექტურები თუ ვიქნებით, არც ერთი სხვა საჩემპიონო გუნდი არ იყო. აი 4 წლის შემდეგ საფრანგეთში იქნება რომ 5-6 ერთნაირად მაგარი გუნდი იყო, რომელზეც არგენტინა, ნიდერლანდები, ფინალისტი ბრაზილია, საფრანგეთი, ვისაც იტყვი რომ აი ამას რომ მოეგო მუნდიალი, გული არ დაგწყდებოდა. 94-ში იყო პირიქით. აი ეს თამაში რაც შენ გაიხსენე, ბრაზილია, ნიდერლანდები იყო ალბათ ერთადერთი დიდი პლეიოფური მატჩი, აი ბევრი წელი რო გახსოვს ხოლმე. მძიმე ფეხბურთი იყო, ბევრი პენალტები იყო, ბევრი 0-0-ებით ცოტა გოლიანი შეხვედრები იყო. ძალიან ძნელად ტრიალდებოდა თამაშები, ის რაც ბაჯომ გააკეთა, რომ რამდენჯერმე მოატრია, ნიგერიასთან მოატრიალა თამაში. ეგ უფრო გამონაკლისი შემთხვევა არის და მან ორი მთავარი ამბავია რა. ერთი რომ ბრაზილიამ დაიბრუნა მსოფლიოს ჩემპიონობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ელოდებოდა 24 წელი და დაიბრუნა თან არაბრაზილიური ფეხბურთით. აი ჩვენ მერე დუნგა და ტიტე და ესეთი ბრაზილიები რაც ნახეთ, ეს ყველაფერი ეფუძნება 94-ში შექმნილ ამბავს, რომ ბრაზილია შეიძლება ითამაშოს სხვანაირად, პრაგმატულად, 8 კაცი იყოს მშრომელი მებრძოლი ხალხი, ფლანგებზე ზინიო მაზინიო უდგათ, რომლებიც რეალურად შუაში ჩამშლელი მშრომელი ხალხია. ის რა იყავდათ გამთამაშებლად და ისეთი გადასვეს მერე სკამზე. და წინ ყავდეს ეს რომარიო ბებეტოს მართლა ძალიან მაგარი დუეტი. მე რომარიო ძალიან არ მიყვარდა, არც ტიპი, არც ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. ანუ აბსოლუტურად აუტანელი ტიპაჟი იყო. ეს ფსოფლიო ძალიან მაგარი ქონდათ. სულ მაგარი ფეხბურთელი იყო, რა 1000 გოლი აქვს გატანილი რა, კაც ნუ ავადმყოფურად მაგარი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ნუ აი ადამიანურად არ მიყვარდა რა, თორე ფეხბურთს მას არც არაფერი ეთქმის ცუდი და იყო მეორე ეს იტალიის ამბავი, ბაჯოს ამბავი. თამაში თვითონ ფინალშიც რეალურად, ხო, აი ყველაზე მძიმე ფინალია ერთ-ერთი, ალბათ, ისეთი. ეხლა შევედი რა ვნახე, ბოდიში ხარას გაწყვეტინებ. ეს სიცხის ამბავი რა ხან 80% იყო ნესტი 38 გრადუსი იყო ამ დღეს ანუ შეუძლებელია ადამიანო ფეხბურთი ითამაშოს 38 გრადუსში და მან ნესტიანობა უნდა ნესტი ნახე იყო 80% ანუ რაც ნიშნავს რომ უბრალოდ რომ გახარ უკესველი ხარ ხო და ეტყობოდა კიდევაც ხა თამაშს რომ ნახავ მიხვდები რომ ისე ძიმე დამღლელი ბევრი ბრძოლა პრინციპში არა ბევრი ბრძოლა მაინც არის იმიტომ რომ რეალურად არ რისკავდა იტალია უფრო მეტად არ რისკავდა ბრაზილია კიდე რაღაც მომენტებს ქმნიდა იქ არის ჰაილაითები რო არის შეკრული უფრო მეტი ბრაზილიის არის მაგრამ მეორე ამბავი არისო იტალია არის ჩემპიონატის წინ ალბათ ყველაზე მთავარი ფავორიტი რატო რომ იტალიური ფეხბურთის აბსოლუტური დომინაციის ხანაა ერთ თვით ადრე მილანი უგებს ბარსელონას ათენის ფინალს 4-0. ანადგურებს. და ამ რომარიოს მან ბარსელონაში არის მაგ რომარიო სტოიჩკოვს, ანუ ბარსელონაში არის მთელი თანავარსკვლავეთი. რომარიო სტოიჩკოვი, მე მგონი ლაუდრუპიც არის მაგ დროს. კუმანი და ეს ბარსელონას თაობა, ბაკერო, ბეგირისტაინი, გვარდიოლა, ანუ ეს გვარდიოლას გუნდი რა გუნდიც იყო და რა ფეხბურთსაც თამაშობდა ყველაზე ახლოს მიახლოებული თითქოს არის კრუიფის ბარსელონა და მილანმა რომელსაც ბევრი ტრავმები აქვს ფინალში მოუგო 4-0 და იქამდე საერთოდ ეს 5-6 წელი არის რომ მილანი ჩემპიონთა ლიგებს იგებს იუვენტუსი უეფას თასებს იგებს ანუ სერია არის აბსოლუტური დომინანტი. ამაზე გვილაპარაკია ამ ეთერშიც. ანუ იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე მიდის ალბათ ყველაზე მთავარი ფავორიტის რანგში. თუმცა საკის მან არ მიყავს სამი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ხო? მაშინ იმ პერიოდში რავანელი არ მიყავს, ბერგმცველი არ წაიყვანა კიდე მაგაზე მახსოვს რომ იყო ბერგომი ბეპე ბერგომი ხო ინტერის ბერგომი არ წაიყვანა და კიდე ვიღაც არ ყავდა ვიალიზე ამბობ ვიალი იმდენად დიდი კაცი იყო და დიდი ფიგურა რომ მე მგონია მე წავიყვანდი ხა საკი მე არ მეკითხებოდა მაგრამ მაინც საკი ზოგადად ძალიან მძიმე და უცნაური კაცი იყო და ზოგადად ეს იტალია ჩემი აზრით უნდა ყოფილიყო უკეთესი ვიდრე თამაშობდა ანუ იტალიას არაფერი არ ქონდა ბაჯოს ეთრია ფინალამდე ხო აი ეგ იყო ესეთი თვალშისაცემი რომ არ იყო ისეთი ნაკრები, მაგრამ ერთ კაცს რო ეთამაშა, რეალურად სწორს ამბობს რა უგუ. და ამ კაცს მე გადააყოლეს ყველაფერი მაგის გამო, რეალურად ხო მესმის რომ რაღაცა იმ მომენტში ის პენალი ხა გადამწყვეტი იყო, მაგრამ
ვერც ეგ სერია ვერ ჩაატარეს 11 მეტრიანების, ანუ დანარჩენმა მოთამაშეებმა რამდენი წელი მერე ანუ ბაჯოს გაყვა რაღაცნაირად ეს აურა იმის, რასაც ვთქვათ, გულშემატკივრიდანაც მოდიოდა, სპორტული მედიიდან მოდიოდა. მერე იყო ის, რა ქვია, რაღაცა კომპანიამ იტალიურმა, მე მგონი მობილური კავშირგაბმულობის კომპანიამ ალტერნატიული ფინალი გადაიღო, კლიპი ქონათ გაკეთებული, სადაც ბაჯო იტანს ამ პენალს, იგებს იტალია და რაღაცა ეს კიდე უფრო რაღაცა ზურგში დანის ჩარტყმასავით იყო რა ამისთვის. რასი ბოროტია მართლა. ხო, ხანდახან დაუნდობლები არიან ხოლმე გულშემატკივრების და ნუ სპორტული ჟურნალისტებიც ხშირად. იცი და გულშემატკივრებს ხოთა შორის იტალიაში არასოდეს არ ქონიათ ბაჯოსთან ცუდი დამოკიდებულება. ანუ ამის მერე გახდა იმ მთელი იტალიის საყვარელი ფეხბურთელი. ბაჯო მერე მილანში წავიდა, მერე ინტერში ითამაშა. მან იყო ალბათ უფრო ეს რაღაცა ძალიან დიდი უსამართლობის მომენტი, უფრო თანაგრძნობის მომენტი იყო, იმიტომ რომ იტალია ჯერ დარჩა ჯგუფში თითქმის. წააგეს პირველივე თამაში, მეორე თამაში აგებდნენ და 10 კაცით იყვნენ და ძლივს მოიგეს. მერე გავიდნენ ფინალში და აი ძალიან ბევრი იყო პარალელები 82 წელთან. 82 წელში ძალიან მძიმედ დაიწყეს. და ბაჯო პირველი თან სამი თამაში ცუდად თამაშობს. არა და მაგ დროს უკვე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ანუ 93-ში ოქროს ბურთი მოიგო ბაჯო. ბაჯოს აქვს. ანუ ბაჯო არ არის კილაჩის ისტორია, რომ ან პაულო როსის ისტორია. რავი, ბალონდორის გამარჯვებულად წავიდა მსოფლიოს ხო ეგრე გამოდის. ანუ ტოპ 3 ფეხბურთელია თავიდანვე მაგ მუნდიალზე. და ნახევარფინალში ამტრევენ მე მგონი ცვლიან თუ არ ვწდები ბოლო ხო მეორე ტაიმს 20 წუთი. ბაჯოს შეხვეულიც აქვს, ანუ ვიზუალურადაც რო შეხედავ. საეჭო იყო მე მგონი რაღაც იგრე იყო. კი. მან თავარი იყო ნიგერიასთან შეხვედრა, როცა იტალია ძალიან უსახელოდ ვარდებოდა, 10 კაცით იყო და ბაჯო ბოლო წამებზე ათანაბრებს და მე იგებს და მე ძალიან ანეკდოტური ამბავია ნიგერიის მწვრთნელმა თუ ფეხბურთის ფედერაციის სკანდალი იყო და ღრიალებდა რომ ჩვენ ვართ აფრიკის ჩემპიონები და საერთოდ მიხართ თქვენ ვინ არის იტალია ანეკდოტად დარჩა მერე ესპანეთთან თამაში რომელიც ჩემთვის ეს პირველი ემოცია იყო და ბაჯოს ძალიან მაგარი გოლი გააკეთა ბოლო წუთზე და ძალიან მძიმე თამაში იყო ესპანეთიც არ იყო იტალიაზე ბევრით ნაკლები მაგრამ თანაბარი თამაში აბსოლუტურად მან იყო ლუის ენრიკეს რო სახი გაუტეხა მე მგონი მაურო ტასოტიმ ბევრი სისხლი არის უნდა გაეგდოთ საერთოდ და მერე ბულგარეთს ადვილად უგებს იტალია მან ორი მაგარი გოლი გააქვს ბაჯოს პირველი განსაკუთრებით 25 წუთში ხო 21-25 ამიტომ როგორ არის აი მარადონას რო წაეგო 86 წლის ფინალი და ვერ გაიტანა გადამწყვეტი პენალტი ხო იქნებოდა რაღაც აი ძალიან ტრაგიკული უსამართლობა და ფეხბურთს აქვს ზოგადად ის რომ ეპიზოდი უფრო ხშირად რჩება ხოლმე ვიდრე ხანდახან აი ეს ლოგიკური ამბავი რომ 5-დან 3 პენალტი ვერ გაიტანეს მასარომაც ხო ვერ გაიტანა კიდე ხო ბრაზილიას პენალტი ქონდა 2006 წლის ფინალში ჩემთვის არის ძალიან გამაღიზიანებელი ყველას ახსოვს ზიდანი მატერაცის მომენტი ჩემთვის ძალიან უინტერესო მომენტია ინტერვიუ რა გავაკეთეთ მატერაცისთან არც ვკითხეთ ეგ ამბავი იმიტომ რომ რეალური საფეხბურთო გავლენა ქონდა ძალიან მცირე ანუ არ მოუგია იტალიას მატერაცი თუმცა იმას ამბობ რომ აღქმაში ანუ გულშემატკივრის აღქმაში რჩება ეგეთი მომენტები რჩება და ბაჯოს თავჩაქენდრული დგომაც არის დარჩენილი ეგრე ხო ამან განსაზღვრა ყველას აი მუნდიალზე გახსოვს ბაჯოს აცილებული პენალტი რომელიც იყო ძალიან ტრაგიკული, ძალიან უსამართლო, იყო ძალიან მაგარი პენალტისტი და აი ეს თანაგრძნობის მომენტმა ქნა ის რითიც დაიწყეთ დღევანდელი გადაცემა, რომ ერთი თაობა გახდა რაღაც ბაჯოს პირადი გულშემატკივარი. მაგ ფინალის გმირი არის ფრანკო ბარეზი. ფრანკო ბარეზი არის ჩემი აზრით სოფლიოს საუკეთესო მცველი, შეიძლება ყველა დროის, როგორც მცველი. ანუ ბეკენბაუერს რომ ამბობენ ხოლმე ბეკენბაუერი, მაგრამ მოდიოდა წინ, განიშნავს რომ მცველი ესეთი იყოს. ეხლა ეგ სადავო კატეგორიაა, მაგრამ მესმის. ბარეზიმ პირველ თუ მეორე თამაში ტრამირებული იყო, გაიწყვიტა მე მგონი მენისკი. დაბრუნდა შეიძლება. თელი ტურნირი არ უთამაშია. მე რაც მინახავს ფეხბურთი, ერთი თამაში ერთი მცველს ასე მაგრად ეთამაშოს როგორც ფრანკო ბარეზის ფინალი და ბარეზი უკვე ვეტერანია, უკვე მიდის, ბაჯოს ამის მერე კიდევ ერთი მუნდიალი აქვს 2002-ში შეიძლება ტრაპატონის წაეყვანა და არ წაეყვანა სამწუხაროდ ბარეზი არის მაგ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ანუ რაღაცა გმირულად თამაშობს აი მცველს როგორ შეიძლება თამაშზე ესეთი გავლენა კონდეს რამდენი ჩაჭრა გააკეთა თამაშს როგორ კითხულობს ის რო ეგ თამაში მორჩა 0-0 არის ბარეზის ძალიან დიდი დამსახურება
თუმცა 11 მეტრიანს აცილებს ბარეზიც. ძალიან დიდი კაცია ბარეზიც თან. ბარეზი პენალტისტი იყო ზოგადად. რატო დაარტყმევინეს პირველი პენალტი? იმიტომ რომ იყო ფრანკო ბარეზი. იმიტომ რომ ფრანკო ბარეზი არის იმ დროინდელ იტალიაში ყველაზე დიდი ავტორიტეტი. და თან მაგარი თამაში ჰქონდა. ხო. და ისედაც აი ღევანდელი განმოსახედიდან ძალიან უცნაურია მაინც რომ პენალტისტს არ არტყმევინებ. ანუ მან თქო მუღამი არის რომ შენ ყველა შენი გასატანი უნდა გაიტანო. და აწყებინებ, აი პორტუგალიას მოვიდა ეგეც სისულელე, წინა ეპიზოდში ვიხსენებდით. ესპანეთთან 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რონალდო დააყენეს მეხუთედ. ხო. და ვერც მივიდა იქამდე. იმიტომ რომ ბრუნო ალვეშმა აცილა პენალტი. აი ეგ იგივე ამბავია ეს რომ რატო არტყმევინებ ისე ტიპს, რომელიც კი გეთახმე მოყვე მაგაში, მაგრამ გაიტანე შენი გასატანი. თითქოს დღევანდელ ლოგიკა ეგრეა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ბარეზი არის გუნდის სულიერ ლიდერი. ხო, აი სხვა ლოგიკა უფრო არის. ბაჯო არის ძალიან წყნარი მშვიდი კაცი, ბაჯო ლიდერად არ გამოდგება. ამიტომ არისო, მაგალითად მარჩელო ლიპის და ბაჯოს ერთმანეთი არასოდეს არ უყვარდათ. და ლიპის მაგალითად ძალიან უყვარდა ჯანლუკა ვიალი და ძალიან უყვარდა ჩირო ფერარა, ან ცოტა ისეთი დიდი ლიდერის ქარიზმატული ხალხი. ბაჯო და ლიპი ვერასოდეს ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ. მაგ გუნდის ლიდერი არის ფრანკო ბარეზი. შესაბამისად, აი ბეკენბაუერს ვახსენე და გერმანიას რო პენალტები ეთამაშა და ბეკენბაუერს არ დაერტყა, მაგის შანსი რამდენია? ძალიან ცოტა. ხო, მესმის. მან თავარი პენალტი ვერ გაიტანა დანიელე მასარომ, რომელიც ჩემთვის არის ანტიგმირი, იმიტომ რომ მასარომ ვერ გაიტანა კიდევ ერთი კარგი მომენტი, ერთადერთი რომელიც ჰქონდა იტალიას. რომელზეც თავიდან დასაწყისში. ოკეი. კაი. გადავიდეთ თუ რამე კიდე გვინდოდა. არა, შეგვიძლია კატეგორიები. კატეგორიებზე. დღეს შედარებით ცოტა გვაქვს 4, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება ეს ამბავი. პირველი არის ეგეთი. ერთი თამაში უნდა მითხრათ, რომელსაც სტადიონიდან დაესწრებოდით. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც ყველაზე უხგოლიანი უნდა იყოს თუ მაინც და მაინც რაღაც საყვარელი ფეხბურთელი უნდა იყოს, შეიძლება სულ სხვა მიზეზი ქონდეს, მაგრამ მაინტერესებს აი თქვენი პერსონალური პერსპექტივა, რატო კონკრეტული თამაში. ალბათ იტალია ნიგერია. ანუ ფინალი დავესწრებოდი უბრალოდ იმდენად ტრაგიკული იყო, რომ მანდი ყოფნას ძალიან რთულად შევძლებდი. იტალია ნიგერიას, იმიტომ რომ მართლა წაგებული და ცუდად თამაშობდა ის იტალია. არც იყო მომგები გუნდი, მაგ გოლით იტალია დაბრუნდა და ამის შემდეგ მოხდა რომ ყველა შემდეგ თამაში უკეთესი გახდა. ამიტომ იტალია ნიგერია ეს 10 კაცით მოტრიალებული თამაში მართლა კარგ ნიგერიის ნაკრებთან ეს ფინიდი ჯორჯი და ტიჯანი ბაბანგი და არ მახსოვს იყო თუ არა, მაგრამ ბევრი ბაბანგი და მაგარი ნიგერიას ამუმეკე და ხო, რაშიდი ეკინი. მაგათ წელიწადში ნიგერიას ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი ყავდა. ხო, დრამატული მატჩი იყო და სანახაობრივათაც ხო, მანდ ეხა მაგ ემოციების როცა მე თუმეტეს იტალიას გულს შემატკივრობ, მაგარი იქნებოდა. მე ანალოგიურად ალბათ არგენტინის ნიგერიასთან, იმიტომ რომ ნუ ეგ ბოლო სანაკრებო თამაში დიეგოს პლუს გამარჯვება და ნუ ნახავდა რეალობაში ადამიანი მაგ მატჩს. მოდი მეც ვიტყვი, მაგრამ ცხადია ეს ვერ იქნება რაღაცა ემოციურ დონეზე. მე რაც ნანახი მაქვს, პირველად სხვა შორის ევროსპორტი როცა ჯერ კიდევ ისე ხელმისაწვდომი იყო. ეხაც არსებობს ვინმე საქართველოში მაუწყებლობს, მაგრამ ადრე ძალიან ხშირად ჰქონდათ ხოლმე ეს ძველი საფეხბურთო თამაშების გამეორებები. მე მოუკლეს მაგას და გადაერთნენ თქვა რაღაც ჩოგბურთზე და ზამთრის სპორტებზე. კლასიკა ესე ერქვა ხოლმე ამეორებდნენ რაღაცებს და მაშინ იყო ძალიან კარგი ჟურნალი ფორმატი რო აქვს ხოლმე გადაცემას, ეგრე მსოფლიო ჩემპიონატს მოუყვებოდა და 94-ზეც ზოგადად როცა გადიოდა ყოველთვის თუ კი მქონდა შესაძლებლობა უყურებდი ხოლმე და აჩვენებდნენ ხშირად რუმინეთის შვედეთს. აი პენალტებამდე მისულ თამაშს. და ნანახი მქონდა ეს ბევრჯერ რომ აი რაღაცა თან გვარი დამამახსოვრდა ანდერსონი, კენეტ ანდერსონის ტიპი და ბავშვობაში ვერ ვაკავშირებდი ერთმანეთთან როგორ შეიძლებოდა ანდერსონი ყოფილიყო ბრაზილიელი შავკანიანი ფეხბურთელი და ასევე ყოფილიყო შვედი ქერა კაცი. აი ეგ ორი ფაქტი ჩემთან ბოლომდე ვერ ლაგდებოდა მე ცხადია. და მანჩესტერის ანდერსონი იყო შენი ალბათ ერთ-ერთი უპირველესი გმირი. ნუ აი ანდერსონი ხო, რომელიც პენალტი გაიტანა ფინალში. რა საინტერესოა, მანჩესტერის გულშემატკივარი რო ხარ, ეხლა დავფიქრდი და შეტყვის ანდერსონი, პირველი ანდერსონი არის მანჩესტერის შუანახევარწოლი ანდერსონი. სონი ანდერსონი თუ რა ერქვა? არა, ეს მარტო ანდერსონი იყო ის. დრედებიანი ეგ ის იყო რა ქვია, ბარსაში რო თამაშობდა ფორვარდი. ეს მანჩესტერში იყო 2007 წელს
იყიდა სპორტოდან, ხო, საკადენი. ხო. კარგად თამაშობდა 6 წელი ითამაშა, მე გასუქდა და მე მორჩა, მე იყო მაგის კარიერა, მაგრამ მათ შორის აი გოლზეც ახლა გადავალ და ბარემე დავიწყებ და მე თქვენს თქვით საუკეთესო გოლი რაც ნანახი მაქვს. კიდე ერთხელ ვიტყვი წინაზე ვთქვი წინა ეპიზოდის კატეგორიებში რომ მე ძალიან სპეციფიკურად რაღაცა მომწონს ხოლმე სხვა გარკვეული სტილის გოლები და ეგ არის როცა ჰაიერში ფეხბურთელი ბურთს ამუშავებს და ისე იტანს გოლს და ბრაზილიას ჯგუფში კენეტ ანდერსონი რო გოლს უტანს გახსოვთ კერდით რო იღებს და გარეთ ერფით რომ ეკარეს თავზე უგდებს ბურთს ეგ არის ულამაზესი გოლი ალბათ ახლა ვიღაცამ შეიძლება უკეთესიც თქვას ამ ჩემპიონატზე მაგრამ ეგ მახსოვს ბავშვობიდან ხო აი ნანახ აი ჰაილაიტში რომ ვახტი მაგრამ მიიღო თან ბრძოლაშია და თან გვერდით გარბის ის კი არ არის რომ შემომსვლელია და მიიღებს და დაარტყავს იქით გარბის იმიტომ რომ წველი ავიწროვებს კერძე იღებს და გარეთ ერფით უტანს მეკარეს ტაფარელს მე მგონი ტაფარელი დგამაში ბრაზილიის კარში და ეგ გოლი ძალიან ლამაზია და ეხლა თქვენს მოვისმენდი ყველაზე თქვენი საყვარელი გოლი რომელია ამ ჩემპიონატის? ალბათ უპირობოდ მაინც ის გოლი რომელიც საბოლოოდ აღიარეს საუკეთესო გოლად ეს არის საუდის არაბეთის გოლი არის ბელგიას უტანს ანუ მართლა აი ვისაც ნანახი არ აქვს უბრალოდ აკრიფოს YouTube-ზე არ მახსოვს სახელი რაღაცა ალ-ოვაირანი იტანს მარადონას არაბულ გოლს ეძახდნენ ხოლმე მე ამას ბევრი წელი ერთ-ერთში არა მაგრამ 90% იგი რაც ინგლის 86-ში გაუტანა მეორე გოლი მარადონამ იგივე გოლს იტანს ოღონდ თან გამარჯვების გოლია და გადის საუდის არაბეთის ჯგუფიდან ანუ ძალიან მაგარი გოლია მართლა კი და თან მანდ მაროკოსაც მოუგეს ჯგუფში საუდის არაბეთმა, ანუ მეორე ადგილით გავიდა. ეს კი არა რომ აი მე-13 გაძვრა. ხო. მე ორი მოგება ქონდა საუდის არაბეთში. ექვსი ქულა ქონდა. არგენტინის ჯგუფივით, ბელგიას, ნიდერლანდებს და საუდის არაბეთს ქონდათ 6 ქულა. კი ბატონო. მან ნიდერლანდებსაც უგებდა თან პირველი გოლი მაგან გაუტანა. ეს არის სასწაული გოლია რა. ანუ დისტანციას მგონი ცოტა უფრო მეც ფარავს რა. ანუ უფრო შორიდან მოაქვს რა ეს დრიბლინგით და უფრო კონკრეტევა არის. ხო, ანუ ძალიან. შენ? ვახსენე გოლი რომელიც განსაკუთრებით მიყვარს, ეს არის ბაჯოს გოლი ესპანეთთან. არის ბოლო წუთის გოლი და აი როგორც შენახსენე ეგ მე მგონი ამკიდა ფაბრიციო რავანელი 96 წლის ფინალში გოლით აი კუთხიდან ძალიან გადადის ბურთი და მოტრიალებული გოლები ძალიან მიყვარს ხოლმე თან მცველი რო ჭრის რაღაცნაირი თავისი სილამაზე აქვს ხა მესმის რომ სუბიექტური ვარ ხა ალოვაირანის გოლი ალბათ საუკეთესოა ან ჰაჯის გოლი ვახსენეთ ჰაჯი ხო ჰაჯი გამიკვირდა ჰაჯი ძალიან მაგარი გოლია არგენტინის გოლი იყო კომბინაციური თვალსაზრისით 2006-ში რო გაიტანეს ძალიან მაგარი გოლია და მარადონას გოლიც რაღაც ეგეთი არის. მაინც რადგან ახლა პოდკასტს უფრო ის პირადი ამბავი უხდება, ბაჯოს ეგ გოლი განსაკუთრებით მიყვარს. ოკეი. მაშინ წავიდეთ მესამე კატეგორიაზე. ეს მსოფლიო ჩემპიონატი ზოგადად მართლა გამოირჩეოდა ესთეტიკის თვალსაზრისით რატო? განა იმიტომ რომ შეიძლება საუკეთესო არ იყო, უბრალოდ გამორჩეული იყო. ამერიკაში ტარდებოდა. პირველად ამ ქვეყანაში, ანუ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებულა მექსიკაში, მაგრამ ეს მაინც რაღაც სხვა იყო. აი, სულ რო ადგენდა ამ მაისურს შეხედო ამერიკის ფორმას. ეხლა ეს საფეხბურთო მაისური არ არის და ანუ აი ძალიან არ გავს საფეხბურთო მაისურს. მაგარი მაისურია. მაგრამ საოცარი არის ეხლა ძალიან წინს რომ სტუდიის არის ეს და არ შემიძლია რომ მე მეცვას, მაგრამ ანუ ესთეტიკა ძალიან გამორჩეული ქონდა. ვისზე გახსოვთ რომ ყველაზე ლამაზი საინტერესო ფორმა ჰქონდა. მეკარეები არ ითვლება, კიდე ცალკე ვიღაცამ გითხრა, ხო? ბიჭა, ვინ გითხრა მეკა ბუფონის ფორმა მიყვარდაო? ლუკამ თქვა 2006-ის ის ოქროსფერი, ძალიან ლამაზია მართლა. მაგრამ ეხა მოდით მეკარეები გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ ეგ მართლა აცვია ის მაისური, რომელიც ხო, საოცრება. უყვარს. ეს ფორმა თავისი აი ბაჯოს ისტორიით და იტალიის ნაკრების ისტორიით მართლა ისტორიული ფორმაა და ეს არ არის ჩემი აზრი. ბევრს ვიცი რომ ეს ფორმა განსაკუთრებით 94-ის ეს კონკრეტული 94-ის ეს იტალიის ფორმა. არკიდია ეხლა 90-ის გერმანია ეს, მაგრამ 94-ში გერმანიამ ეს პირველად ეს რომბებით რო ფორმა გააკეთა, ვიზუალურად ძალიან ლამაზი იყო და ამ ჩემპიონატზე ეგ ფორმა გამორჩეულად ამერიკის ფორმასთან ერთად მგონია რომ ყველაზე გამორჩეული იყო. მე შევაჯამე მაშინ ამ კატეგორიას, წეგან თქვი გოლის დროს რომ კენეტ ანდერსონი ეს არის ულამაზესი ფორმა, ძალიან მომწონს, ყვითელი და ლურჯის კომბინაცია და შვედეთი
კაი იყო ზოგადად ამ სოფლიოზე მე. ბოკა ხუნიორსი ხარ, მოკლედ. ბოკა ხუნიორსიც ძალიან მიყვარს მე, კი, მართლა. მაშინ ახლა ძალიან საყვარელი ჩემი კატეგორიით შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი და რაშმორის მთა დავასახელოთ ამ ჩემპიონატს. თან პირველად არის თემატური ამერიკაში წავედით და რაშმორის მთა, ანუ 4 საუკეთესო მოთამაშე 94 წლის მუნდიალის ვინ არის? მე მგონი რომ 3-ს მე მგონი 3 ვერტეიგოს ვიტყვით. 3 ვერტეიგოთ. ხო, მეც ესე მგონია. აბა ჩამოთვალოთ და მე ყველა შემთხვევაში იქნება ბაჯო და ბევრჯერ ვახსენეთ და რატო და როგორ აღარც მიყვებით. ყველა შემთხვევაში იქნება რომარიო, რომელიც იყო მაგ ჩემპიონატის მომგები გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი და მისი გოლების გარეშე არაფერი არ იქნებოდა. ყველა შემთხვევაში იქნება სტოიჩკოვი, ალბათ, იმიტომ რომ ბულგარეთი ნახევარფინალში გავიდა და სტოიჩკოვი ზოგადად ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო. ნუ ოქროს ბუთში მოიგო, თან მომგებ და მეოთხეში მე მგონი დავემთხევით. მეოთხეში მე ვიყავი ბებეტოს. რატო? იმიტომ რომ ბებეტო არის ცოტა დაუფასებელი ფეხბურთელი. ხოთაშორის იმ დღეს იყო რომ მაინტერესებდა ის საკლუბო დონეზე რა და როგორ ითამაშა. საკლუბო დონეზე ამ ხელა ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ იმ ბრაზილიისთვის ან რომარიო ან ბებეტო რო არ ყოფილიყო ბრაზილიის საჩემპიონო შანსები ძალიან შემცირდებოდა. ანუ აი კომფორტული ფეხბურთელი იყო, მაქსიმალურად ხელს უწყობდა რომარიოსთან თამაშს და სხვადასხვა მე რომარიოს არ წაიყვანენ 4 წლის შემდეგ. კარლოს ალბერტომ თქვა რომ მეო გუნჩიო ერთი ტიპი მჭირდებაო, ვინცო არ ირბენსო. და ანუ რომარიო და კიდე იქ რაღაცა რონალდოები და რაღაცა ძალიან ბევრი იყო. და ბებეტო იყო თან შრომელი, თან მუშა, თან ცოტა უკანაც ჩამოდიოდა და გოლის ალღოც ძალიან მაგარი ქონდა. ამიტომ ხა მესმის რომ ბრაზილიის ყველაზე დიდი მოყვარული ამ გუნდის არ ვარ და ვერ ვიქნები, მაგრამ ჩემი აზრით ეს მეოთხე კაცი ბებეტო უნდა იყოს. ოკეი. პირველი სამეული ზუსტად ამბობ ხო, ნუ მაგაში ალბათ ყველა მას მეოთხეს მე უბრალოდ ბებეტოს არა, გეორგი ჰაჯის დავაყენებდი, იმიტომ რომ გამორჩეული თამაშები ქონდა და თან ახლა ერთია ბრაზილიის ნაკრებში ან რომელიმე ტოპ გუნდში რომ რაღაცას შედეგს დებდა, ანუ ხარისხს აჩვენებდა რუმინეთის ნაკრებში რაღაცა დიმიტრესკუ რო ყავს გამორჩეული მეორე კაცი და მეტი არავინ და ესე თამაშობ, არ ვიცი ხო, ან ძალიან კარგი მსოფლიო ქონდა და თან დიდი ფეხბურთელი იყო ისედაც და ალბათ ამ ოთხეულში და მეოთხედ ჰაჯის შევიყვანდი. მეც ეგრე ვარ. ჯერ მარტო ალბათ იმ გოლის გამოც, რომელიც კოლუმბიასთან გატანილი ის საოცრება, ჯამში 3 გოლი შეაგდო თუ სწორად მახსოვს. ხო, 3 გოლი ქონდა გატანილი. და ასისტები ქონდა. არა, ქონდა ბევრი ასისტები. არაერთი გადაცემა, ხო, ანუ ჰაჯი თან ისეთი ფიგურაა, რომ ძალიან უცნაური ის ქონდა მანერა, როგორც თამაშობდა რაღაცნაირად, აი მოძრაობა. ხო, ცაცია იყო გეორგი ჰაჯი და ძალიან უცნაური იყო, რომ რუმინეთიდან ეგეთი ტიპი შეიძლება ნახო, აი შე რაც საწყობოდი, რომ აღმოსავლეთ ევროპა კონტინენტური ფეხბურთისთვის ცოტა უცხო ამბავი იყო, მე მგონია რომ მაშინ ერთ-ერთი პირველი ამბავი ეს რაღაცა სანაკრებო დონეზე იყო ჰაჯის გამოჩენაც და სტოიჩკოვისაც, რომ აღმოსავლეთ ევროპაში აი ამ ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან ესე შეიძლება ვიღაც თამაშობდეს, აი ესე ტექნიკურად, ესე რაღაცა ცოტა ხანდახან ჟოგა ბონიტოს ელემენტები თაც, იმიტომ რომ ჰაჯის ეგ ქონდა ხოლმე, რაღაცა ყველაზე მარტივად ჰაილაითებიც კი რო ნახო, გეორგი ჰაჯის, ისეთ რაღაცებს ვნახავ, რომ იფიქრებ, რომ რაღაცა ბრაზილიელი იყოს. ხო არიან ხოლმე ფეხბურთის ისტორიაში უამრავი ფეხბურთელია, რომ რაღაც ამოვარდნილი თავისი ქვეყნის ნაკრებიდან და ის რო გადასვა რომელიმე სხვა ნაკრებში, რა ვიცი, ჰაჯი რო გადაგეყვანა მაგ პერიოდში, რომ ყოფილიყო რომელიმე სხვა ევროპული წამყვანი ნაკრების წევრი, ანუ გაცილებით უფრო მეტი მასშტაბურობა ექნებოდა სახელიც და იგივე სტოიჩკოვსაც ალბათ, თუმცა მაინც ის არა, მაინც მაგრა იარეს. ის დადეს, რაც თქვათ მათნით შეეფერებოდა, ხო, საბოლოო ჯამში. ორივეს აქვს ერთი საერთო თვისება, არის ზოგადად 90-იანების ვარსკვლავებს NBA-შიც ფეხბურთის ეს თვისება აქვს, რომ ორივე არის აუტანელი პერსონაჟი. ხო, ძალიან. ანუ ეს რაღაცა აი თან შენი ქვეყანაში ყველაზე დიდი ტიპი შენ რო ხარ, შენნაირი არავინ არ არის, ძალიან სკანდალური ქცევა და ლაპარაკი ქონდა სტოიჩკოვს, დღემდე ესეთი აქვს. ასეთი ტიპი იყო ჰაჯიც. და ჰაჯი მერე კარგად ჰაჯი რაც მახსოვს გალათასარაიში უკვე თავისი კარიერის მიწურულს, როცა UEFA-ს თასი მოიგეს და
იყო ძალიან სახასიათო გუნდი, აი ძალიან მებრძოლი, თურქული და ჰაჯი იქ იყო სახლში. აი გრძნობდი რომ გალათასარაიდეს რაღაცა ის ავატყოფურის ხარდაჭერის სტადიონი რო ქონდა და ალი სამიენ თუ რაღაც ერქვა. აი ეს იყო მისთვის მისი ბუნებრივი სივრცე, სადაც იყო კარგად. იცი რა არის მისი ნიკნეიმით ძალიან ბევრი რამეზე მეტყობს. კარპატელი მარადონა რო ქვია, უკვე რაღაც საინტერესო ხარ ესე იგი და მართლა როგორც მარადონა იყო ვიღაცებისთვის აუტანელი პერსონაჟი, ესეც მე მგონი არა მარტო თამაშის სტილით გავდა, ცოტა ხასიათებითაც გავდა. გეორგი ჰაჯი. სულ იყო მე მგონი, გავიხსენეთ ამერიკის 94 წლის მუნდიალი და ძალიან საინტერესო ხოლმე ყოველთვის ეგეთი პარალელების დაჭერა რა, ის აიდან სადამდე მივიდა ფეხბურთი თუნდაც აი ერთ ქვეყანაში, ისეთ დიდ ქვეყანაში თუნდაც როგორც ამერიკა, იმ სოფლიოზე თავიდან ეგეთი წესიც მოქმედებდა, რომ წყლის დალევა არ შეიძლებოდა ფეხბურთელებისთვის, თუმცა მე ექიმებმა პანიკა ატეხეს, რომ აქ ვიღაც მოგიკვდებაო და ეგეთ შეიცვალა და დღეს სოფლიოს თავარი ქვეყნის პრეზიდენტი თავისი ბრენდის ქვეშ აქცევს ამ ჩემპიონატს და ამ ღონისძიებას, იმიტომ რომ ეგ მაგის უნარი აქვს ფეხბურთს. ყველაზე დიდი ღონისძიებაა სოფლიო ჩემპიონატი საერთოდ, რაც კი შეიძლება ჩატარდეს და მაგიტო ყველას უნდა რომ მასთან ასოცირდებოდეს. ნახოთ რა გველოდება მექსიკაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენთან იცით რომ ლაივები, ჩარტები, პოდკასტები, ანალიტიკა და ტრადიციულად ეს ბევრი კონტენტი რომელიც გვაქვს ხოლმე იქნება. თქვენ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და შევხვდებით მალე შემდეგი ეპიზოდით და მე უკვე ლაივებით. შევხვდებით. დროებით.